გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. ვინ ვართ ერთ-ერთში ჩანს. მწარე საუბრისთვისვად განწყობილი. პირდაპირ საქმით ვიწყებთ. მიხარია რომ Facebook-ზეც მიდის პირდაპირ ეთერში და მომავალში შევეცდებით რომ ძირითადში ასე იყოს. ნელ-ნელა ვიკრებთ ძალას, ძალიან კარგი დოკუმენტი ჩამოყალიბდა, რომელიც კონგრესის ხდომაზე გუშინ წინ დაურიგდათ მეგობრებს და მე ეჭვარმეპარება მაშინ რომ ჩვენი მეგობართაცრა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. დიდი მადლობა მათ, ვინც გვიყურებს და დიდი მადლობა მათ, ვინც უწევს რეკომენდაციას, რომ უყურონ ტელევიზია ქართულ ტივის, მეზობელს, მეგობარს, ოჯახის წევრს, სხვებს ურჩევს, რომ არსებობს ასეთი ტელევიზია, რომელიც ამ დაბურულ პოლიტიკურ გარემოში, ასე იგი სინათლით არის, იმიტომ რომ მეცნიერთა კონგრესთან არის დაკავშირებული და ვით უფრო ყოველ დღე 4-დან 6 საათამდე მეცნიერთა კონგრესის გადაცემებია. ჩვენ ამის წინ გადაცემა დაიწყო და ამითვე დამთავრდება. ხელობაში მაქვს ჩვენ ძალიან ვააქტიურებთ კიდევ ერთხელ გითხარით ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ხელისუფლება. და მეორე გვერდზე არის რომ თუ გვინდა არჩევნებით გაიმარჯვოს ქვეყანამ, ხალხმა და არა პოლიტიკოსებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, მაშინ საარჩევნო სია ხალხმა უნდა შეადგინოს. ამ დოკუმენტის წარდგენა ბევრჯერ მოხდა, დევს იგივე ამ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ, მაგრამ აი როგორც გითხარით დღეს ამით დაიწყო, თუ არ ვცდები მე ესუთია შემოვედი სტუდიაში და ამითვე შენაწერი გვაქვს გაკეთებული, ამითვე გაგრძელდება. აი ორი პიროვნება დღეს ჩვენს გვერდით ვინც არიან, გადაცემაში ვინც მონაწილეობენ, ძალიან ბევრი ვინმეს არის დასახელებული, აი სწორედ ამ სიის მიხედვით, რომ ვის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია საქართველოს პარლამენტი და საქართველოს ხელისუფლება. ბატონი დავით გალეგაშვილი თავიდანვე იყო იმ 14-15-ში, რომლის მიმართაც ძალიან განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოიკვეთა, მაშინვე იმ გამოცდილებით, რომელიც მას აქვს წესიერებით, ინტელექტით, გაბედულებით, ყველაფერი რაც ჭირდება დღეს ქართულად მომართულ ადამიანს, სწორედ მაშია და ამიტომ იყო თავშივე დასახელებული, როცა დავარიგეთ, აი ამაშიც კი წერია. მაშინ ჩვენ ქალბატონ მედია აბაშიძეს არ ვიცნობდით, მაგრამ ქალბატონმა ელენი აბაშიძემ, რომელსაც 103 თუ 104 წელი უსრულდება ახლა. 104 წელი უსრულდება რამდენიმე ხანში და ჩვენ ტელევიზიაში გადაცემები მიყავდა და კიდე ფიქრობს რომ გააგრძელოს ეს მართლაც უნიკალური მოვლენაა. აი მან გვირჩია რომ აი ასეთი პიროვნება ქალბატონი მედია აბაშიძე და ჩვენ ვართ ყველანი ბედნიერნი და აი ბოლო კონგრესის ხდომა მან წაიყვანა და მე ვხედავდი ადამიანებს აი როგორი კმაყოფილი რჩებოდნენ იმ შეფასებებით. აი როდესაც ადამიანში არის ინტელექტი, როდესაც ადამიანში არის ოჯახი, ოჯახიშვილობა, არის მომავლის ხედვა, ეს ძალიან კარგია და კარგია რომ ასეთი ადამიანები დასახელდნენ. შესაბლისთვის მე მგონი კარგია ორი ასეთი ადამიანის მონაწილეობა. ეხლა რაც შეეხება როცა ვთქვი მწარე საუბარი. მე ბოლო პერიოდში ვცხოვრობ ორი გაკვეთილების მიღებით. ერთი გაკვეთილი ეს არის ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლითაც ცხოვრობს სამყარო და მეორე ჩვენი ისტორია, აი რომელიც აი ბატონ დავით ეხლა თქვენ ამ ისტორიაში ძალიან გაღრმავებული ხართ ეხლა მე მაგრამ ქალბატონი ესე იგი მედიაც გარკვეულწილად მაგრამ თქვენი ისეთ ფილმები გაქვთ გადაღებული და ქართულ ენაზე ნუ აი თქვათ რუსთაველზე და ამ შემდგომ დამიდასტურებთ ამას რომ პრაქტიკულად რაც იოცნებს ჩვენმა წინაპრებმა რაც რუსთაველს ჰქონდა როგორც ხედავდა ის მომავალს და ამ შემდგომ აი აქეთ მიდის სამყარო რომელსაც ჩვენ რეალურად გურამ ქართველიშვილის ფილმებმა მე ძალიან ბევრი ამაში ბევრი მიმართულებით დამარწმუნა იმაში რომ ჩვენი დიდი ისტორია და ინოვაციური სამყარო ტოტალური ტექნიციზმის ეპოქა რომლითაც ცხოვრობს სამყარო დღეს ძალიან კავშირში ერთმანეთთან და არავითარი დაპირისპირება ამათ შორის არ არის სამწუხაროდ ის არის რომ ჩვენ როდესაც სამყარო ცხოვრობს ინოვაციური ტექნოლოგიებით როდესაც ტოტალური ტექნიციზმის ეპოქა, როდესაც ლონდონიდან წასული კაცი ლუკა ჩხეიძე ძალიან საინტერესო პიროვნება ჩასული
იაპონიაში ამბობს, რომ 1-2 საუკუნის წინ არიან იაპონელებიო. როდესაც ჩვენი ესე იგი ბრიტანელებია, ხო? ბრიტანელებია, ამას გეუბნებით, რომ აი წარმოიდგინეთ თქვენ და აგერ კიდე მეორე პიროვნება, აი ნახეთ, აი როგორ კარგად მინდა ვთქვა, მაგრამ აი ხშირად ვიმეორებ, მაგრამ ისე ვერ ვამბობ, როგორც ჩინაგანად მაქვს ეს გაცნობიერებული. აი ჩვენი ბესიკ ბოგველი, მეცნიერთა კონგრესის ესე იგი სპიკერი მიიწვიეს, რომ ნახეს მოისმინეს აქ და დაჭირდათ იქ თქვა ესეთ სერიოზული ფსიქოლოგი მიიწვიეს ისრაელში და ისრაელის მეცნიერები, ვინც იმისრული ტრიალებენ, გაუცებული არიან უზნაძის თეორია, ის რაც ჩვენთან არის და ამ ჩვენი სპიკერის წოდნით. აი თქვა ამ კუთხით, მაგრამ თვითონ ბატონი ბესიკი მეუბნება ამას, რომ ესენი 3 საუკუნის წინ არიან. ესენი 3 საუკუნის წინ არიან ტექნოლოგიები აქვთ ისეთიო ისრაელში, რომ ესენი წარმოგიდგენიათ ჩვენ ახლა მე ეს რატომ მოვიტანე ეს მაგალითი, რომ როდესაც ინტელექტუალური სამყარო, დემოკრატიული სამყარო ცხოვრობს, ესე იგი ინოვაციური ტექნოლოგიებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტოტალური ტექნიციზმის ეპოქაში ჩვენ პოლიტიკოსებმა შეგვათრიეს აზროვნების უდაბნოში. პრაქტიკულად საქართველოში დღეს რეალურად აი ესე ხშირად ჩემთვის ვამბობ იმას, რომ ეს არის ესე იგი რაღაც ოცნების, ნაციონალური მოძრაობის თუ ბიძინე ავანიშვილის ესე იგი უსიერი დღე, რომელშიც ჩვენ რეალურად ანუ ანალიზი პოლიტიკოსებში რაც ხდება დღეს და რაზეც პოლიტიკოსები საუბრობენ, სრულიად განსხვავებულია იმისგან, რითაც ცხოვრობს დემოკრატიული სამყარო და ინტელექტუალური სამყარო. როდესაც გამოდის დღეს ტრამპი და ამბობს, რომ საშემოსავლო გადასახადი უნდა გავავკო. საქართველოში 20%-ია და კიდე აპირებენ აწიო. და ტრამპი ამბობს, რომ რას ვერჩით ადამიანმა იმუშავა. და რატო ვართმევთ მისი ხელფასის 20%-ს? და კაცი გამოდის, აი ხო გეუბნებით, აი ძალიან ბევრი ისეთ შეხედულებაა პროგრესული. აი თქვა 20% არა, 10 იყოს, 12 იყოს, 15 იყოს, რუსეთშიც კი დაბალია ვიდრე ჩვენთან, მე მგონი 12%, ჩვენთან 20%-ია. ადამიანს რომ მიცე ხელფასი 1000 ლარი, 1100 ლარი ხელფასი ხელზე რომ მიიღოს 1000 ლარი, 1200 რაღაც უნდა ესე იგი გამოუწერ უნდა, ნუ რაღაც და ასე შემდეგ. ესე იგი, მასკი გამოდის და ამბობს იმას, რომ ჩვენ უკვე 10 მილიონი კილომეტრის გავლა შეუძლია მძღოლის გარეშე იმ მანქანას, რომელსაც მე ვუშვებ. 10 მილიონი მძღოლის და 4-ჯერ დიდია უსაფრთხოება. ეხლა მე თქვენსკენ, იმიტომ რომ ჯერ ლამაზი ქალბატონია და მოვიკრიბო მინდა აზრი, რომ სწორად ჩამოვაყალიბო და მეორე თქვენ მაინც ამ ტექნიკური მიმართულებით ხართ და ამის გამო ვამბობ, რომ წარმოგიდგენია სამყაროში რა ხდება. როდესაც ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ახლა ჩვენ მოვისმინეთ, სინთეზური ინტელექტი, როდესაც აი ასე კაციშვილი მეცნიერთა კონგრესმა გამოიტანა პირველად და ხალხი, ესე იგი ძალიან ბევრმა ნახა Facebook-ზე და შოკირებულიან, თუმცა გადაცემა არ იყო კარგად სრულყოფილად, მაგრამ ტელევიზიაში ჩაწერილია და რაღაც გადაცემენ ალბათ შემდგომში, ესე შოკირებულია ხალხი, რომ რა ხდება სამყაროში და სადა ვართ ჩვენ. აი გეუბნებით რა, რომ აი ის რაც მე აი ამ ბოლო პერიოდში მასკის გაკვეთილები მივიღე და ესე იგი თქვენ წარმოგიდგენიათ აი რა საუბრობს მასკი, რომ კედლებში ელექტროენერგიის ის რო გჭირდება ჩვენ ხაზების და ამის გაყვანა სახლი რო აშენდება, რა დროს ეს არის, რომელ ეპოქაში ცხოვრობთ, ეს აღარ იქნებაო. და როგორც Wi-Fi გვაქვს ოთახში, ასე იქნება ელექტროენერგია. რა კედლის ფერიო, ჩვენთან ტელევიზიაში გვეუბნებიან, რომ იმ შესვლა შემო გეუბნება ამას, რომ დილით სხვა ფერი გექნება, შენ სახლში საღამოს სხვა ფერი გექნება რა. და ის კაცი ამბობს იმას, რომ მე უკვე მთვარეზე და სხვა გესმის სად არის სამყარო, ინტელექტუალური სამყარო. და საქართველოში მე შენ გესვრი, მე შენ დაგიჭერ, შენ მტერი ხარ, მე მოყვარე ვარ, შენ ესე იგი უბედურება ხარ, აგერ ჟურნალისტი გამოვიდა, თავის კოლეგებს ეძახის ღორს ქალი. ღორს სიტყვა მე არ გავიმეორებ იმ ქალის მიმართ. ვიყავი კეთილგანწყობილი ახლა ესე იგი შევარნაძის მაქევარი იყო და დღეს ახლა ნუ თქვა თავისი პოზიციები აქვს, მართლმხელი ძაღლიშვილებს უწოდებს, ჯერ ძაღლი რა არის, ძაღლი არის უახლოესაც ჯერ რატო აყენებს შეურაცხყოფას თუ ლანძღავ და მეორე რატო უწოდებს შენ კოლეგას ძაღლიშვილს?
გესმით ეს როგორი ჟურნალისტებია რომელთაც მიყავთ დღეს ისინი ანუ მე რა მინდა აი რატომ ეძახი ამას მწარე საუბარს რაზე საუბრობს ინტელექტუალური სამყარო და საქართველოში ესე იგი პრაქტიკულად ბიუჯეტს იღებენ სადაც რაც გამოუცხადეს უმაღლეს სასწავლებლებს ახლა ეს კატასტროფაა მე დარწმუნებულია რომ ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი რომელიც ამას ხმამაღლა ვამბობ ჯერ ამის გაკეთება არ შეიძლება და მეორე თუ ეს გაკეთება ვინც ინსტიტუტში სწავლობს იმან უნდა მიიტანოს კურსი ანუ სასწავლო მისი დიპლომის დაცვამდე როგორც იტყვიან ჩვენში უნდა მიიტანოს ის როგორადაც მოეწყვა რა ანუ ეხლა ადამიანი შვაგზაში მიატოვა და უთხრა რომ მე შენ რომ მოეწყვე მაშინ მოეწყვე 40% დაფინანსებით 30% დაფინანსებით და ეხლა მომდევნო წლის 1 სექტემბრიდან დაფინანსება აღარ იქნებაო წარმოგიდგენია ეს რას ნიშნავს განახევრდეს უნივერსიტეტები ეს იმას ნიშნავს რომ ქვეყანაში აკეთებ ესე იგი აი გრადაციას ანუ ამბობ ერთ რამეს რომ ბიუჯეტი ყველასი კი არ არის მე ვაკეთებ საბიუჯეტო უნივერსიტეტს მაგრამ აი თუ შენ მიდიხარ არა ესე იგი სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიდიხარ სხვაგან იქ გადაიხადე მე ამ ქვეყნის შვილი ვარ მე ამ ქვეყანაში ისევე ფიქრობ ბიუჯეტზე როგორც სხვა და მე ვაკეთებ ამას ყველაფერს და რეალურად შენ მელაპარაკები იმას რომ თურმე ამის გაკეთება არა მე ხوار გეუბნებით რომ ხელაღებით რაღაც უარყო ან ხელაღებით მე ესენი ჩვენ გავიარეთ მაშინ როდესაც ქუთაისში ვაკეთებდით იმას და მე გეუბნებით რომ ჩვენ გავაკეთეთ რეფორმა როდესაც უნივერსიტეტებში ჩვენ ვაფინანსებდით სწავლებას როდესაც სულ არ იყო სოხუმის უნივერსიტეტი ჩვენი მაგრამ ჩვენ ვიხდით იქ იმას და როდესაც თბილისში $10-15 შესაბამისი კუპონი ჰქონდათ ლექტორებს ხელფასი და ამ შემდგომ და მაშინ როდესაც აეგერ ვითომ ბიზნესმენიშვილმა ეს არ იცოდა რომ მარგველაშვილი რომელიც მაშინ სოროსის ძალების მიერ იყო მის ინსტიტუტი შექმნილი ერთი კაცი იღებდა იმდენ ხელფასს ერთი კაცი მარგველაშვილი $20,000-ზე მეტი ქონდა ხელფასი თვეში იღებდა იმდენსაც დედა უნივერსიტეტის ყველა ლექტორი ჩვენ ეს მოითმინეთ რატომ იმიტომ რომ შესაბამისად აი იმას არ ვაწყენინოთ და რაღაც დააშენოთ ეხლა მე ამ ბიუჯეტს რო შევხედე მე თქვენ ხართ საბიუჯეტო საქმის ერთ-ერთი ძლიერი სპეციალისტი მე არ გთხოვთ რომ დღეს მაგრამ მე თქვენ და კიდევ ვისაც ჩათვლით საჭიროდ ჩვენ ძალიან მოკლე პერიოდში უნდა განვიხილოთ ის ბიუჯეტი რომ როგორიც არის შემოტანილი იმიტომ რომ არ ნახულად ეზრდება ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსება და არ ნახულად მცირდება ინტელექტუალური სფეროს დაფინანსება აი იმ ეპოქაში რომელსაც ინოვაციური ტექნოლოგიების ეპოქა ქვია ტოტალური ტექნიციზმის ეპოქა ქვია ჩვენ დღეს რეალურად შევძელით ის რომ მიწას უყიდით ხალხს ჯარიმებით და აქედან წასული ხალხით ვაცხოვრებთ ჩვენი ბიუჯეტი ასეთია ვწამლავთ ხალხს აგერ რაც გამოჩნდა უკვე და აი როგორც გინდა როგორადაც არ უნდა იყოს თუნდაც რაღაცა შერეული როგორ უნდა ესროლო ესე ჭავლი თუნდაც აი ხო არ დამალეს თვითონ კი რაღაცა შერეული იყო რა შერეული კაცო არ არის საკმარისი წყალი ესროლო ნუ ესე იგი ეს ტყვიასავით აი ისა კიდე რაღაცა შეურია შენით ის არის მომწამლავი არ არის მომწამლავი რაღაცა ფუნქცია ხო აქვს მას არა რომ გაცილებით მეტი ზემოქმედება მოახდინოს უბრალოდ წყალმა ამ შვაზამთარში დეკემბერსა და იანვარში წყალს ასხამ ადამიანებს ქალბატონი მედიან ქალბატონი ხარ და წყალს ასხამ ადამიანებს და კიდევ იმას ურევ რაღაცაში რა თქმა უნდა ის შერეული რაღაც სხვა ფუნქციას აკეთებს ხო ეხლა მე ისეთ შტაბ-ბიჭდილება მრჩება რომ იმ ხმაურში რომელიც ატყდა BBC-ს იმის და ესე იგი კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ არ არის ბატონებო ასე ბრძოლა ამერიკა ევროპის და ან BBC-ს წინააღმდეგ სწორი არ არის ეგეთი ბრძოლა მე მქონდა შემთხვევა და ამით და ამის მერე თქვენთან გადმოვდივარ მქონდა შემთხვევა როდესაც დაპირისპირება იყო და მე ხედავდნენ რაღაც მოწინააღმდეგეს და მოკავშირში არ შევედი და რაღაც და იქ მოხსენება რო გავაკეთე და მითხეს შემოდი მოკავშირში და არ შევედი აი გადამიხადეს იმით რომ ამერიკის ანგარიში ესე იგი 97-18 წელი იყო მოახვედრეს ასეთი რამ მოკავშირის ახალგაზრდულმა გუნდმა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მოახვედრეს ასეთი რამ რომ მე რადგან აღგზალე თურქული პროდუქციის გაყიდვა რადგან აღგზალე ფათოღლი ფქვილი რადგან აღგზალე თურქული ქათმის გაყიდვა ქართული და თქვი რომ არავითარი თურქული არ გაიყიდება ჩვენს ბაზრებზე და ბაზრობებზე და ბაზრობების აქცია მომიწვეს და გამოაქვეყნეს ესე იგი ამერიკის
იმაში ჩაადებინეს მოხსენებაში მაშინ რომ აი ქუთაისში ებრძვიან ამას და ასე შემდეგ. მე არავითარი ომი არ გამომიცხადებია დაუდასტურე პატივისცემა ამერიკის ელს, გაუგზავნე წერილი, უთხარი რომ მე ვითხოვ რომ თქვენ შეისწავლოთ ეს საკითხი, მე არავინ არ მინდა, თქვენ შეისწავლეთ ეს საკითხი, ვისაც ჩათვლით საჭიროდ, შეიყვესავლეთ და მანამდე ვიდრე შეისწავლით, აი ეგერ ღია ეთერი მაქვს ყოველ ორ შაბათს. პირდაპირ ეთერი ჟურნალისტების 80% ჩემს ლანძღვა გინებაში არიან. ტელევიზიები იყო 27 ტელევიზია მუშაობდა იმერეთში, 4 ტელევიზია იყო მარტო ქუთაისში. ერთი ტელევიზია რო დაიწყებდა ჩემი ლანძღვით, ამთავრებდა ჩემი ლანძღვით. ამას თანაც იყო, ვიცი, ქურდების ხელისბიჭის ტელევიზია იყო და თბილისში ასდებდნენ იმას ლიცენზიას და არა ჩვენთან და ასე შემდეგ. მაგრამ მე ვუთხარი რომ აი მოდით და ჟურნალისტების თანდასწრებით და ნუ დიდი მადლობა მაშინ ამერიკის ელჩს რომ გამოგზავნათ ძალიან სერიოზული გუნდი პირდაპირ ეთერში თანა პირველივე იმდან მოწვე ვისაც გინდათ მოდით ჩაერთეთ კომისიაში ბოდიში მომიხადეს მე რა არის ეგრე იგი BBC-ს ლანძღვა BBC არის მსოფლიოში აღიარებული ერთ-ერთი ყველაზე მე ხوار გეუბნებით რომ რასაც ისინი გადაცემენ ფეხქვეშ გავეგოთ მე გეუბნები მიდგომა როგორი უნდა იყოს რა შენ თუ გინდა გაიტონო შენ აჩვენე დიდი ქართული კულტურა თუმცა BBC-ც არ არის ბატონო თემურს ბოლომდე მართალი ამ სიუჟეტთან და რატომ ბოდიში ხوار გაგაწყვეტინეთ არა მე უბრალოდ ამით ვამთავრებდა თქვენ მეც ნახე ეს ფილმი და როცა ასეთ სიუჟეტს აკეთებ და ასეთ ფილმს რამდენჯერმე დაუბრუნდი რომ არ შემშლო და რაღაც აი ესეთი კონკრეტული ანალიზი მონაცემი იმისა თუ რა არის გარეული ანუ მათაც ვარაუდის დონეზე დაგვიტოვეს ეს არ არის ეს არ არის სწორი BBC-ს დონის ტელევიზია მე ერთი რამე მინდა ამ შემთხვევაში რაღაცა იქნება არა მე ერთი რამე მინდა თქვა მე ამ შემთხვევაში დაუშვათ რომ ყველაფერი ტყუილი არასაც აქვს არა ტყუილი არ არის არა მე ვამბობ იმას დაუშვათ მე ვლაპარაკობ მიდგომას ხომ არ შეიძლება გადავიკიდოთ ყველა და ყველაფერი არა ეს მე ამიტომ ვამბობ რომ იმის წინამდეგი კი არ ვარ რომ არ მოხდეს შესწავლა გადაკიდვას რაც შეეხება ეს შეგნებულად არის ახლა ეს ილუზია არც მსმენელს და არც ჩვენ და არავის არ აქვს რომ აქ რაღაცა არის მოვლენები რომლებიც შეიძლება დაგემართოს შეცდომა მაგრამ არის განზრახ დაშვებული შეცდომები. კი ბატონო. ამ შემთხვევაში ეს განზრახ მიმართულია ეს პროცესი, რომ უნდა ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილი თემაა, ნუ რავი ნუშევა იმ შეცდომაში რომ რაღაცა ისე მოხდა. კი ბატონო, მე ამაზე არ ვკამათობ, უბრალოდ მე ვამბობ თვითონ მიდგომაზე და ნებისმიერი გარედან რაც არის კრიტიკა, მით უფრო საწინააღმდეგოს ამბობ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს BBC-ს ფილმი, არ არის ეს ხუმრობ, როდესაც BBC მოიცლის იმისთვის, რომ შენ ამ დონეზე გაგაშუქოს და შენზე ამხელა სიუჟეტი მოა, სიუჟეტი არ არის ფილმია, ხო, დოკუმენტური ფილმი, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ არის უკვე რაღაცა მოქმედებები. მე უბრალოდ გეთანხმებით ქაბოდმედია, მაგრამ ის კი არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ, რომ BBC ვიღაცა მიყიდა, რაღაცა გააკეთა. BBC-ს უნდა უთხრა, რომ ჩამოდით თქვენთან ერთად შევისწავლოთ, კი ბატონო, თუ არ გეშინია. მე ამას ვამბობ რა, თუ არ გეშინია. ტოტალური ტექნიციზმის ქვეყანა, ისა რა ქვია, ეპოქა, ინოვაციური და ამ დროს ჩვენ ცხოვრობთ. ვამბობთ და ჩვენ რო ცხოვრობთ ზუსტად ბატონო ხვალ რომ მოხდეს ისეთი სასწაული და ეს ინოვაციები ჩვენთან შემოვიდეს, თუნდაც მომზადებელია აბსოლუტურად უცოდინარია მოსახლეობა. უარეს დღეში ჩავარდებით, იმიტომ რომ წარმოდგენილი. რადგან თქვენ დაიწყეთ, გააგზავნეთ. გამომედია, დიდი მადლობა. ძალიან არა, სწორად ისა ბერიკით მე მადლობა რომ მონაწილეობთ. ამას ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხთან ეს არის, რომ ინოვაცია არაჩვეულებრივი კონფერენცია იყო. დიდი მადლობა ბატონ სოსო ბაჩიაშვილს, რომელიც მოსმენაც ნამდვილად აი მე მაგალითად შემიძლია საათობით უსმინო ამ ადამიანს საოცრად კარგად და მარტივენაზე ხსნის ამ ყველაფერს, მაგრამ იგივე ხელოვნურ ინტელექტზე რო იყო საუბარი, ხო? აბსოლუტურად მოუმზადებელია მოსახლეობა შეიძლება ერთ უკიდურესობაში აღმოჩნდეს, იმიტომ რომ ადამიანებმა არ იციან როგორ უნდა გამოიყენონ ეს ინოვაციური ამისი სწავლება არ მიდის, ანუ არაერთხელ მithქვამს და ჩვენი ძირეული პრობლემა გახლავთ ის, რომ მივდივართ ისე უბრუნდებით იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისი დროსა და ეპოქას აყოლილი განათლების სისტემა, რომელიც მოამზადებს ბავშვს თანამედროვე ცხოვრებისთვის. აი როგორი ხალხი გვინდა რომ იყოს, თქვათ, შემდგომში აი ამაზე წარმოგიდგენიათ ახლა აი ესეთი ვისურვებდი დავით გალეგაშვილს სულ. ბატონ დავითი არის ჩვენთვის აი ხელის გულზე სატარებელი, აგერ ვინმეს ვინცაც გაგიკვირდება დრო გავა და მით უფრო დარწმუნდები და ვინც იცნობთ ამას. პიროვნებასთან ერთად თქვენს განათლებას მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და
ბევრი თანამდებობისთვის მემეტება ხოლმე ხა ხო საუბრობ ჩვენ რომ აი ვინ შეიძლება იყოს ამა თუ იმ სტრუქტურას. ამ დროს არც ერთი არ უნდა. დავით გალეგაშვილი იქნებოდა საოცრება ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში. თავის ნებით წამოვიდა მინისტრის მოადგილის პოსტიდან და უთხრა თქვენთან არ ვიმუშავებ. ალბათ ეს არის და რაც შეეხება აი ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირე. უნივერსიტეტებთან აი უფრო როგორ იცით როგორ მინდა ხა წარმოვაჩინო ეს ტელევიზია იმით არის ღირსებული რომ აქ თავისუფალია აზრი აქ არა გვაქვს ჩვენ რაღაცა ის არ ვაყენებ ახლა სხვა ტელევიზიებს შეურაცხყოფას მაგრამ ეს იცის მაყურებელმა რომ ჩართავ რომელიმე კონკრეტულ ტელევიზიას ოპოზიციური არხია და მთლიანად უკვე სახელი გვარი არ გჭირდება გრძნობ ვის ემსახურება კონკრეტულ პარტიას გადართავ იმედზე და სრულიად სახელისუფლებო განწყობა ქართული ტევეს ღირსება გახლავთ ის რომ აქ თავისუფალი აზრი და შენი აზრი არის ძალიან პატივცემული და არავინ ამის გულისთვის არ კიცხავს და უფრო მეტიც შემდეგ ჩვენ ვაგრძელებთ მეგობრობას და ურთიერთობას და ეს საერთოდ არ აისახება ჩვენს ურთიერთობას. მე დღეს ხედავ BBC-ს ფილმიც საკმარისად ორჯერ გავეცანი მინდოდა და მინუსი აღნიშნე ის რომ ამ დონის ტელეკომპანია რომ აკეთებს დოკუმენტურ ფილმს აუცილებლად უნდა იყოს ფაქტი, დოკუმენტი მითითებული იმაზე, რასაც ედავები, ხო, ეს ძალიან მარტივია. ხო, მაგრამ ამათ მოუთხოვიათ, ალბათ მომედი არ მინდა რომ გავუკევ, ამათ მოითხოვეს რომ მოგვეცითესო, იმიტომ რომ მაშინ ხო ვერ წყალს ხო არ ეიღებდნენ ქუჩაში. არ მიცეს. ამან რა მეიღო უყურეთ, ამან რა შედეგი გამოიწვია ის რომ ეხა ეს დაყოფილი საზოგადოება ხო გვაქვს დღეს სამწუხაროდ დღეს დაიყო საზოგადოება ქოცებად და ნაცებად, ესეც ერთი უბედურება. ანუ იქით ამხარი ამტკიცებს რომ ეს ასე იყო, აქეთ ამხარი ამტკიცებს. აბედნიერება ჩვენ არც ერთი რო. ჩვენ არც ერთი რო. აქეთ ამხარი ამტკიცებს რომ იქ არაფერი არ გამოიყენეს, აი სწორედ ამიტომ მინდა ხაზგასმა იმის რომ ასეთ დროს საჭიროა დოკუმენტი უსწრებდეს წინა ხაზზე და უფრო დამაჯერებელია რა თქმა უნდა. რაც შეეხება უნივერსიტეტების სიმართლე გითხრათ ძალიან დამაბნია ამ ინფორმაციამაც და ჩვენი პრობლემა არის რა იცით აი მე პირადად როგორც მოქალაქეს რამაწყობს ანუ ქვეყანაში ხდება ძირეული მოვლენები რაზეც ადამიანებმა არაფერი არ ვიცით ეს ეხება არაბულ პროექტსაც ეს ეხება უნივერსიტეტის ცვლილებებსაც განათლების რეფორმას რომელსაც აპირებენ გაიძახიან რომ არის განათლების რეფორმა და ჯერჯერობით რაც მე გავიგე მე-12 კლასი აღარ გვაქვს მეტი რა რეფორმაა რა ემსახურება ვერაფერი ანუ ინფორმაციის წვდომის დეფიციტი გვაქვს და განწყობა იცით როგორია რომ თითქოს არის რაღაცა პოლიტბიურო თქვენ იძინეთ ხალხო და პოლიტბიურო მიცის რა გინდა თქვენ ეს რა უბედურებაა ხო უნდა იგივე არაბული პროექტი ხო უნდა ამიხსნა თუ ეს თორე მე ვარ ის ქართველი რომელსაც მე მომხრევა რომ რაღაცა ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში და განვითარდეთ მაგრამ ინვესტიცია რომელიც ჩემს ერს ამოიჭამს სრული ამ სიტყვის პასუხისგებლობით და მე მომაქცევს უმცირესობაში ჩემს სამშობლოში სადაც ჩემმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს და ისე მქვია მე დღეს ქართველი ასეთი ინვესტიცია მე არ მჭირდება ამიტომ ნებაიბოძე როცა ხარ ხელისუფალი და ამიხსენი რას მომიტანს სიკეთეს მე დავფიქრდები და თუ შეგვიძლია დოკუმენტი გამომიქვეყნე მე წავიკითხავ ამას გამოდის ეს კაცი რაღაცა ეს რა გვარია ეს კობახიძე ჯერ ისედაც დამახასიათებელი მეტყველება და აბსოლუტურად მიმიკა არ აქვს ადამიანს ესე იგი ეს სულ მგონია რომ ყველა ორგანოზე ბოტოქსი აქვს გაკეთებული ვაფშე მიმიკა არ აქვს ტიპს რა და ხო და ან ამიხსენი და გამაგებინე რა სიკეთეს ემსახურება რომ მე დავიწყნარო თავი და ვიცოდე რომ კი აგერ რა კაი ქვეყანაში ვცხოვრობ წინ მივდივარ იგივე განათლების სისტემა იგივე ეს უნივერსიტეტების გაუქმების ფაქტიურად ეს გაუქმებაა ხო კერძო უნივერსიტეტების რომელი ბავშვებიც არ ვიცით მაგას ვამბობ ანუ დაავტოვეს რაღაცა ესეთი ყარაღანჯელი მკითხავების როლში ფრაგმენტულად რაღაცეებს ისვიან დოკუმენტი ხო უნდა გამოქვეყნდეს რეფორმა პროგრამა და სად არის არ არის ცნებაზე ბოქსტონს და აი ზუსტად ამას ვამბობ რომ ბიჭო რაღაცა აგვიხსენით რაღაცა ინფორმაცია მოგვეცით სახელმწიფო სამსახურმა დოკუმენტი გამოაქვეყნე გახსნა არ მინდა ჩვენ წავიკითხავთ თვითონ სამსახურს აი ვაცხადებ ტელევიზიის საშუალებით ძალიან მაინტერესებს მართლა ჩვენი ქვეყნის სტატისტიკა ვერსად ვერ მოვიძიე გახსოვთ ალბათ თქვენ დაახლოებით 1 წლის წინ იყო აღრიცხვაზე რომ dabzanდებოდნენ ხალხი ხო ახალგაზრდები და მიმდინარეობდა აღწერა ჩემთან იყვნენ თბილისშიც გორშიც და მაინტერესებს ჩემთან იყო ნამდვილად მაგრამ ბიჭო მაინტერესებს რო აღწერეთ რა მიიღეთ ხო ვერსად ვერ მოვიძიე ეს ინფორმაცია და
ასე შემეძლია გავაგრძელო უსასრულოდ ბევრ რამეზე და ის რომ ეხა ვისმენთ რომ გააქტიურებული ოპოზიცია ლანძღავს რაღაცა ერთხარის ესენი გამოვლენ ლანძღავს დავიღალეთ გავიგეთ არც ერთი აღარ მოგწონს ჩვენ გვინდა სწორ ქვეყანაში ცხოვრება რაზეც თქვენ ბრძანეთ ბატონო თემურ შესავალში აი მართლაც გასაოცარია რომ თან ინტერნეტი უკვე ძალიან ბევრი რამის საშუალებას გვაძლევს და ყველა ვართ უკვე ამ სფეროს მომხმარებელი ხო შედიხარ ტელეფონით და იგებ რომ თურმე შეიძლება გქონდეს სახლი რომელიც დღეს შეიძლება იყოს ვარდისფერი ხვალე მწვანე ანუ როგორ ხასიათზე ხარ და ამ დროს შენ ზიხარ და იგებ ისეთ საშინელებებს შენს ქვეყანაში რომ რაღაცა ეს აღარ იქნება სოციალური პაკეტი კიდე ბატონო თემურ ეს დღეს გავიგებ სოციალურად დაუცველები რომლებსაც 300 ლარს უხდიდნენ დასაქმებაში ეს მოუხსნეს აი ისინიც სწავლენ და ეს უნდა ალბათ ეს არის მიზანმიმართული ჯერ მე საერთოდ არ ვარ მაგ სოციალური პაკეტის მომხრე ეს დღეს ამისი ეთერი არ გვაქვს მაგრამ 10-15%-ს გარდა ყველა სამსახური უნდა მიცე ეს არის სწორი გამოიწვია ის რომ დღეს ქვეყანაში აღარ არსებობს სოფელი აღარ არსებობს მუშახელი იმიტომ რომ ყველა მიცის რომ 300 ლარს მიიღებს და უბრალოდ სკამიდა რო ადგეს ეს არ უნდა ეს არის საშინელი პროგრამა ეს არის ხალხის დაკნინების დაშტერების და მაგრამ არჩევნების წინ ხო უნდა გეთქვა რომ ამას გავაუქმებ არჩევნების მივიდივარ უყურეთ ვინც არის ამომრჩეველი და მათ შორის ჩვენც ხო როდესაც მოდის ნებისმიერი პარტია ეს იქნება სახელისუფლებო ოპოზიცია არა აქვს მნიშვნელობა და ვისმენთ მათგან რომ ჩვენ რომ მოვალთ იქნება ეს ჯერ სულელური დაპირებები აქვთ მე რომ მკითხო ხშირ შემთხვევაში დეპუტატები გამოდიან და სოფლებში დგანან ლაპარაკობენ რომ ჩვენ მოგიწყობთ წყვერს და გიგებთ ასვართ ეს საერთოდ არ არის დეპუტატის საქმე ისევ განათლებასთან მივდივართ იქ რომ მიდგეს მსმენელი განათლებული მოსახლეობა იმას პირზე ააფარებს და ხელს დაეტყვის რომ შენ რა შუაში ხარ წყვერთან და ასვართან შენი საქმე აკეთე წყვერი და ასვართი არის თვითმმართველობის საქმე ხო და გადავდივართ იქით რაც რითიც მოვიდა ქართული ოცნება რამე ეს მოსმენილი აქვს ხალხს რასაც ეხლა ვიგებთ ვინმე მიცოდა რომ არაბული ინვესტიცია უნდა მოსულიყო სოციალურად დაუცველი ჯარიმები რო გაურმაგდება უთხრეს ჯარიმები რო იცით როგორი წნეხია რომ ხან ფიქრობ რომ მართლა რაღაცა ეხა ისე ილუზიებში არ მინდა გადავიდე მაგრამ რატო ითმეს საზოგადოება ამდენს ეხა სრულიად სხვა მიმართულებით წავიდა ჩემი საუბარი მაგრამ არა პირიქით ძალიან რომ საუბრობ ზუსტად ეგ არის გულსატკელი რომ სამყარო არის უკვე სადღაცა 22 საუკუნის ნაბიჯები აქვს უკვე გადადგმული გამარტივებულია ცხოვრება გაიოლებული შესაბამისად ბედნიერების ინდექსიც მას მეტი აქვს და ჩვენ აქ ისე ვისმენთ მიშამ გრიშამ პეტრემ კარგით რა ხო შეიძლება ეს დასრულდეს და ამისთვის საწყისი უნდა იყოს განათლების რეფორმა არის მთლიანად მოუსპარი და რა თქმა უნდა ეროვნული ხელისუფლება თუ ადამიანს არ უყვარს სამშობლო ძალიან ზედმეტია მას მოსთხოვო იმ ქვეყნის პატივისცემა ადამიანს დედა თუ არ უყვარს ზუსტად ისე ექცევა როგორც უყვარს ხო სამშობლოს ხო იგივე დედაა და მშობელია შენი და თქვენ სათხედავთ აქ რომ არც ის ვარ გახავთ თლათ ეროვნული და გაპეტიშებული და რაღაცა სხვა უბედურებაში გადავარდენი მიდგომები რო აქვთ მაგრამ დროს უნდა ავყვეთ ძალიან პატარაა ჩვენი ქვეყნის მოვლა არის ძალიან მარტივი რეალურად რო დაფიქრდეს კაცი ხო რა უნდა ეხა ამ ქვეყნის მოვლას თავარია ნება განწყობა გოდნა უნდა გიყვარდეს შენი ქვეყნის სიყვარული დიდი მადლობა ესე იგი არა რadzანებს ბატონო ჩვენ ჯენტლმენურად ვისმინეთ ძალიან კარგ შეფასებას ვაკეთებთ და ბატონო დავით მინდა გითხრათ რომ ტელევიზიის აქციო საზოგადოება ხო არის ქართული მის თავმჯდომარე არის ბატონო რომან უროა ხო ესეთი აი დირექტორი გახლავთ რომელიც აი ტელევიზიას და აი ხო არის ასეთი ჩვენ ტელევიზია სხვა შორის ძალიან ვცდილობთ ახლა იცის დიდი მადლობა მინდა თუ არის ამის საშუალება მოუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც მეგობართა რიცხვს ეკუთვნით და გვეხმარებით და ხარში გვიდგეხართ, იმიტომ რომ ეს იცის ყველამ რომ ამ ტელევიზიას არანაირი დაფინანსება არ აქვს გარდაკეთილი ურთიერთობისა და ბატონი თემურის ზურგზე გადადეს ყველაფერი და ჩვენც ახლა ვცდილობთ მივდივართ იქით რომ ჩვენი ტელევიზიაც გავხადოთ ესეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით უფრო გალამაზებული, უფრო მარტივი, უფრო მეტი ლაივ გადაცემა იყოს ცოცხალი ეთერი, თავისი შეცდომებით, თუნდაც ახლა წეღანმე მომიწია ავდექი, რაღაცა ჩავასწორე,
ბუნებრივი პროცესია ეს, ნუ ეს აღარ არის უკვე საბჭოთა კლასიკური ის აღარ არის. და ეს რაღაც ხესავით გაშიშებული ხალხი და დოგმას იტყვი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ დავით. ჯერ ერთი დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. ისე უბრალოდ რაც გნებავთ ის ბრძანეთ მე, მაგრამ რაც ჩემი შესავლიდან ანიკეთაც გაცდით, მაგრამ რა მინდა რომ გითხრათ რომ ერთი აი უბრალოდ აი იმის თაობაზე რომ ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი ყველაფერი რომ გადაისრულეს ძალოვან სტრუქტურებში და ინტელექტუალს რომ მოვაკლეს ეს არ გამოგჩეთ და არჩილი აზგნებავთ. გამარჯობა. მივესალმები ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. ბატონო თემურ, თქვენ შესავალში თქვით ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც შეეხებოდა მიდგომას. მე მინდა რომ ძალიან მცირე ისტორიული ექსკურსი გავაკეთო. რას ნიშნავს მიდგომა საქართველოსთვის და ჩვენი მოქმედება ზოგადად ხელისუფლებისა. საბჭოთა კავშირმა გრევა დაიწყო მას შემდეგ, რაც ხრუშჩოვი დაინიშნა პირველ პირად და 10 წლეულები პროცესი მიმდინარეობდა. მაგრამ პროცესმა, საბჭოთა კავშირის განადგურების პროცესმა უკუთვლა დაიწყო 1989 წლის 9 აპრილს. აი იმ დღეს ჩაერთო წამზომი, როდის დამთავრდებოდა საბჭოთა კავშირი. რა იყო მთავარი 9 აპრილს? რამ გამოიწვია ასეთი ემოცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით? იმან რომ უდანაშაულო ადამიანები წამებით დახოცეს და ამ ადამიანებში უმრავლესობა იყო ქალი, აბსოლუტური უმრავლესობა და ამ ადამიანების სიკვდილში ქართველი ქალბატონების, გმირი ქართველების სიკვდილში თავარი როლი შეასრულა გაზმა იპრიტმა. ეხლა ეს გაზმა ვაყოლე რა. ესე იგი, ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ერთ მთავარ წერტილში. 9 აპრილსო მაშინ მამაკაცები ყოფილიყვნენ მარტო დაუშვათ და ეს არ მოხდანიყო რაც მოხდა. შეიძლება ასეთი გამოწვევა არ გამოიწვია მსოფლიოში. მაინც კაცები იყვნენ, ებრძოდნენ, ჩხუბობდნენ, რაღაცა იყო და მაგრამ ქალბატონები და ის გაზის მოქმედება გახდა წამზომის ათვლის წერტილი. უკუათვლა დაიწყო და საბჭოთა კავშირი დამთავრდა. ამ დროს 9 აპრილის შემდეგ ჩვენი საზოგადოების განწყობა ძალიან წააგავს დღევანდელი საზოგადოების განწყობას დასავლეთის მიმართ. ჩვენ მაშინაც მართლები ვიყავით, ხალხს მაქვს ლაპარაკი და დღესაც მართლები ვარ დასავლეთის მიმართ. რაც თავზე მოხუა დაგვიპირეს, ის არ მოგწონს. მაგრამ მიდგომა როგორ ის მაშინ იყო, იმაზე მინდა რომ მოვყვე. და როგორ ის დღეს შეიძლება მოხდეს, აი ეს მინდა რომ გავავრცელო ამ დროის შედარების მიხედვით. მაშინ ჩვენ ჯერ ნელა, შემდეგ უფრო მკაფიოდ, შემდეგ მკვეთრად და შემდეგ უკვე ბოლო სიტყვებით ჩვენ კრემლი და რეჟიმი პრაქტიკულად ძირს დავეცით. მართლები ვიყავი და იმიტომ, მაგრამ მიდგომა როგორიც იყო, აღმოჩნდა რომ არასწორი მიდგომა იყო. იქ რაღაც ახალი იმპერია იქნება და მოდერნიზაცია ხდება და მოკლედ ეს ამაღელვებელი ლოზუნგების გამოყენება იმდენად გავამწარეთ ჩვენი ყოფილი ცენტრი, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს ჩვენს გასანადგურებლად, რომელიც მათ შეიძლება არ გაეკეთებინათ, ასე რომ აქ ყოფილიყავი დამოკიდებულები. მიდგომა იყო არაშესაფერისი ჩვენი ზომისა და მისი ძალისა. ანუ ჩვენ ვიღწვით დამოუკიდებლობისკენ, რომელიც ძვირფასია. მაგრამ იმას, ვისაც ჩვენი ვნება შეუძლია, იმას უკანასკნელი სიტყვებით ფეხქვეშ ვთელავთ სიტყვებით. და იმდენად მოქმედებთ იმ ადამიანების გონებაზე, ვინც თქვენებზეა პოლიტბიუროში არიან თუ სადღაც არიან და როგორც არიან, რომ იმათთან აღარ დარჩა ნატამალი გარდა ჩვენი განადგურებისა და მასეს გააკეთეს თბილისის აჯანყებით, აფხაზეთით და ცხინვალით. ახლა რატო ლაპარაკობ იმას ყველაფერს? ეს ბატონო თემურა ბრძანა. ჩვენ დაუშვათ და მართლები ვართ ყველაფერში. BBC იქნება ეს, დასავლეთი იქნება ზოგადად, ეს იქნება კონგრესი, თუ ეს იქნება ევროკავშირის თუ ევროპის პარლამენტი. რაც არ უნდა 100%-იანი მართლები ვიყვეთ. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენი ზომა, ჩვენი უმეგობრო არსებობა დღევანდელ სამყაროში, პატრონს კი არავინ აღარ გყავს. მათი დამოკიდებულება, რაც გუშინ წინ გაცხადა BBC-ზე, ეს იმის მანიშნებელი აღარ არის, იყო თუ არ იყო, როგორ იყო, მაგას უკვე აზრიც აღარ აქვს. მას გამოხმაურება მოყვა და ეს ნიშნავს, რომ მათ ჩვენ ჩაგვწერეს სიაში, რომლებიც უნდა განადგურდნენ.
ასე ჩაწერეს ირანი 70-იანი წლების ბოლოს, როცა იქ ხელისუფლება შეიცვალა, ასე გადაწყვიტეს სადამ ჰუსეინზე ერაყში, ასე გადაწყვიტეს ასადზე ლიბანში კი არა, სირიაში და კადაფიზე ლიბიაში, ეს წდება რამოდენიმე წელი დაძლეულით ადრე. ჩვენ მოგვაქციეს მათ ამ სიაში. იმიტომ რომ ჩვენ დღეს რომ გაგვდის, გონია რომ ეს უნდა გაგვივიდეს და გაგვივიდეს. ეს კარგი გონია ჩვენ, გაგვდის. გონიერები გონია ჩვენი თავი. პერსპექტივაში არ უყურებთ, რომ ეს ბუმერანგივით მოგიბრუნდება. იქ იწერება გეგმები. ეს ერთ-ერთი კომპონენტია, ეს უკვე ძალიან ძაფრი კომპონენტია. ამ ტყუილია დავარქვათ ამას, მოდით ახლა ამაში მუშაობთ ქართველები ვარ და დავიწყოთ ჩვენი მხარე, ხო? რაც არ უნდა უვარგისი ყავდეს, თავრობა და ვარგისიები, მაგრამ მუშაობა არა. საქართველოს და ჩვენ საქართველოს ვიცავ. ტყუილიც რომ იყოს. ნუ ელაპარაკებით დასავლეთს დაცილებით. ნიშნის მოგებით. სიმართლის ხმლის ცხვირთან გაქრება გამოქნებით. თქვენ მოიგეთ ისე როგორც წმინდა გობრონი იქცეოდა არაბებმა რომ აწამეს ის დიდი წმინდანია, 5 წმინდანია საქართველოში, მათგან 2 არაბებმა აწამეს სხვადასხვა. აი გობრონი ყოლის ციხეში დღეს ის ფოცხოვის ჩვენებურად ფოცხოვის და მათებურად თურქულად პოსოფიკია, როგორ გადავდივარ ჩვენ საზღვარზე ვალე და იქ ძალიან ახლოა ეს ყოლის ციხე, იქ რომ დაატყვევეს არაბებმა და ჩამოიყვანეს, გობრონმა უთხრეს რომ ჯული შეიცვალეო, გობრონმა პატივისცემით მიმართა და ისე უთხრა უარი. ის აწამეს და მერამდენი საუკუნეა გასული 12 საუკუნეები და ის არის დიდი წმინდანია ჩვენ 5 დიდ წმინდან შორის. კონსტანტინე დავითი და ქეთევან დედოფალი და მოკლედ. დავით და კონსტანტინე სიცით თქვენ რომ არაბების მიერაა. კი. გობრონიც არაბების მიერაა. კი ბატონო, მაგას ვამბობ. ქეთევანიც. როდესაც ასეთი დროა დამდგარი ნუ ეთამაშებით ნურს ამერიკას, ნურს ევროპას, პატივისცემით მიმართეთ და მასე დაისალოთ თქვენი სიმართლე. ყველა ვიცით რომ LGBT არ უნდა მოოხლოთ. აი ქართული პოზიცია, ეს არის ქართული პოზიცია. არა ურა. ეს ყველაფერი, მაგრამ პატივით მიმართეთ, გამოიჩინეთ მათ მიმართ, მათი ბავშვების მიმართ, რომელიც მათ ქიმიურად და ქირურგიულად კასტრაცია ჩაუტარეს ამერიკაში, ევროპაში ახალი კანონები რომ მიიღეს. თანადგომა გამოუცხადოთ ევროპასაც და ბავშვებსაც, იმათებსაც. უთხრათ ჩვენ ეს გვესმის და თქვენ თუ არ გესმით, ჩვენ თქვენს გვერდზე ვიქნებით, კარგად იქნებით და თუნდაც იქნებით მაშინაც. ნუ დასცინეთ იმ ადამიანებს. ნუ ებრძვით უაზროდ. არაფრის თავი არ აქვს ჩვენ. ჩვენი საჭმელი ვერ გუწარმოებია. ნიადაგი, აგე ბატონ თემურთან გადაცემებში, რამოდენიმე გადაცემაში თქვა რომ დალყა განადგურებულია. საჭმელი აღარ აქვს და ვიწარმოებით. გასახალ ხილებს და ვიწარმოებით ცოტა ხანში. ამიტომ თხოვნა ჩვენი კაცო თქვენ ჩაგვარდათ ხელისუფლება. არჩევნებით იყო თუ როგორც იყო თუ რა იყო დღეს თქვენ ხართ ხელისუფალები. რაც არ უნდა კარგი მოინდომოთ, მაინც უთი გამოგივათ რა. არ გულაპარაკებით, გასულ ასაკეთებ როგორ აკეთებ. კარგი ვერ გამოგივათ, იმაში კი არა. აი თქვენ ძალიან არ გულაპარაკებით, რა გინდათ. ვერ გამოგივათ, კარგი. ამის სექტორ მაგალითს მოიყვან და ბიუჯეტის თემა შემოიყვან. კი ბატონო, ძალიან კი ბატონო, სასიამოვნოა. მაგალითად, რეფორმა დაიწყო ოცნება რომ მოვიდა, მე ვენახეობა მეღვინეობა ნაციონალებმა მოთხარეს და მოანადგურეს ვაზარი გვახსოვს ეს ყველაფერი და ძალიან დღეში იყო მეღვინეობა ასხავდნენ გამზადებულ ღვინოს ჭაში ასხავდნენ, უსხავდნენ კომპანიებს, ხო? ოცნება მოვიდა, მაშინ მე ვიყავი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავინიშნე ოცნების მოსვლის შემდეგ და დავიწყეთ რეფორმა, უკვე რეფორმის სიტყვის თქმაშინია, იმიტომ რომ ის იმდანაც არის ნიველირებული სიტყვა, რომ შინაარსი კარგია. მაგრამ დავიწყეთ რომ რეფორმა ჰქვია. სუბსიდიას გამოვყავით და მართლაც პირველ წლებში მეღვინეობამ წინსვლა განიცადა. გაიზარდა მოსავალის, გაიზარდა ღვინის წარმოებაც, ექსპორტის, გაიზარდა შემოსავლების, გაიზარდა, მაგრამ აი ეს ყველაფერი დღეს შესულია იმ უბედურებაში, რასაც ქვია მევენახეობა, მეღვინეობის განადგურების ფაზა. რა ხდება ახლა? ამ პროტექციონისტით და სუბსიდიით, რომელიც რაღაც მომენტში, მოკლე მონაკვეთში კარგია და აუცილებელია, რომ მისცე ბიძგი წინსვლას ეკონომიკური დარგისას, მაგრამ ეს რომ უდმივად გააგრძელო, საბჭოთა კავშირით ინგრევა დარგის და ქვეყანას ამ შემთხვევაში. აი ამ ნარკოტიკულ სუბსიდიაზე დასვეს კახელი ფერმერები,
მათ უხდიან ფულს, უხდიან ისევ ერთ ლარს, რომელიც მაშინ იყო ეხლა 1 ლარია, იმ 1 ლარი თუ იყიდიდი 60 რად ყველაფერს რაც გჭირდებოდა 1 ჰექტარისთვის, ეხლა ლარი და 64 გინდა იგივე იყიდო უკვე ზარალშია, ამიტომ ისინი ზულებულები არიან რომ ნაცვლად რაც ნორმითაა გასაზღვრული 7, 8, მაქსიმუმ 9 ტონა ვაიღო ჰექტარზე, ამის წარმოების ნაცვლად ისინი აწარმოებენ 15, 20, 25 ტონას ჰექტარზე რომ შეაქვთ ქიმიკატები ნიადაგში, სცენარეში და ყველაფერში რომ მოცულობა გაიზარდოს და ამიტომ ის 1 ლარი მიღებული დიდ მოცულობაზე მათ უკვე უნაზღაურებს იმ ლარსა და 60-ს, რომ რაღაცნაირად გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან. ეხლა ნახეთ რა ხდება. თუ მაშინ აი 14-ში, 15-ში, 16-ში როცა მე ვმუშაობდი, მოყვანილი პროდუქციის 90% ხარისხიან ყურძენი იყო, კარგი ღვინო კეთდებოდა და მიდიოდა, ის რაოდენობა დღეს კარგი კიდევ არსებობს, უბრალოდ ის რაოდენობა, მაგრამ სამჯერომაა გაზრდილი მოცულობა მოსავალისა, ეს გაზრდილი 2/3 არის უხარისხო ყურძენი წარმოებული. და ეს იყო 50 მილიონიდან 100 მილიონამდე ბიუჯეტში გაწერილი ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო იხდიდა, დაწყებული 16-ში, 17-ში, 18-ში, 24-ის ჩათვლით. ეხლა წელს რა ხდება ამასთან მოვდივარ ბატონო თემურ ბიუჯეტზე რომ ვთქვა. დიახ, კი ბატონო. აქ ამ ხურძნით უკვე ღვინო ხო აღარ გამოდიოდა, იქიდან ღვინოს ვეღარ მეიღებ. კი მიდგაჟღენთ. სპირტსაც უკვე ვეღარ მეიღებ, როცა 20 ტონაზე მიაღწევ, სპირტის აღარ გამოდის იქიდან. და ის რომ ყიდულობდნენ ხელისუფლებაში იქიდან ღვინო ხო აღარ გამოდიოდა, სპირტში გადაყავდა და მე აი დახარჯა 100 მილიონი რო დაიხარჯა, 30 მილიონად სპირტი იყიდებოდა, ანუ 70 მილიონი ზარალი იყო. წელს მიიღეს და გამოაცხადეს რომ რეკორდული მოსავალი მივიღეთ 330 ტონაო, რაც კომუნისტების დროს იყო, ამისა იმდენი არისო და აკარგად მუშაობთო. 2/3 უკვე უხარისხო ყურძენია, რაოდენობაში გაზრდილი და ამაზე ბიუჯეტიდან წელს ისევ ამას არელოდნენ, გათვლილი იყო სულ 50 მილიონი, დაიხარჯა 220 მილიონი ლარი. 220 მილიონი ლარი დახარჯა ბიუჯეტმა იმისთვის, რომ იყიდოს უხარისხო ყურძენი, რომელისგან ღვინო აღარ გამოდის, რომელისგან მხოლოდ ნაწილობრივ გამოვა სპირტი და დანარჩენი გადაყარა. აი ეს არის ბიუჯეტის ხარჯი, რომელიც დღეს საქართველოში ხდება. ეს არის მაშინ რომ რეფორმა დავიწყეთ, მე ვთქვი რომ მიყავი ოცნების მთავრობაში, მე ოცნების წევრი არ ყოფილა, მაგრამ იმიწვევ მთავრობაში როგორც წესქვილების ასოციაციის ხელმძღვანელი და მუშაობდი 4 წელიწადი. მაგრამ ახლა მაგას დავინავანებოთ, მაგრამ ის რეფორმა დამანგრევლად გადაიქცა უკვე კახეთის ცარიელი, ახალგაზრდა კაცები კახეთში აღარ არის, ყველა უცხოელი წავიდა, ყველა მძღოლია. ხალხის წავიდა, კახეთის წავიდნენ და ის კიდე რაც მოდის და რა უბედურებაც არის, უკვე მუშახელი ჩამოყავთ უცხოელები, ისინი ამუშავებენ ვენახებში, იმათმა რა იციან. და ბიუჯეტის ხარჯვაში ხომ გადაიზარდა, რეფორმა ხო განადგურდა და ჩვენი მევენახეობა რომ ამ მდგომარეობაში ერგა 220 მილიონ ლარს თუილად იხდი, რაც რომელიც უნდა გადაყაროს პროდუქციაში. ახლა ჩვენ ასე მოუახლოვდით უკვე იმ განათლების რეფორმასაც რა. ამას თქვენ რეფორმას უნდა არქით. რეფორმა საქართველოში ისევე როგორც თქვა თავისუფლება ფასდაკარგულია. ამას შინაარსი აღარ გააჩნია. ყველა რაღაც რეფორმა დაერქვა ჯერ კიდევ დაწყებული ნაციონალიზმის დროიდან, როცა ეროვნული გამოცდები შემოიღეს. ყველა მაშინ იმედით ვიყავით, რომ ეროვნული გამოცდები შემოვა, ეს ძველი რაღაცა, რომელიც ცუდი რომ ყოფილა გვეგონა, აღარ იქნება და გვეგონა რომ კარგი იქნება. 2 წელიწადში გამოჩნდა რომ ის იყო სასახლეთი, რითაც დასავლეთის დავალებით ნაციონალურ მოძრაობამ საქართველოს განათლების განადგურება დაიწყო და სამწუხაროა რომ ოცნება ეს გააგრძელა და კიდევ რომაყ ხარჯი შეიყვანა რა. და ისიც რეფორმა იყო, მაშინ ყველა ხალხი მოტყუილებული დახტოვა რომ რეფორმა იქნება და თქვენი გიწევთ ახლა მეორე დიდი რეფორმის როგორც თქვენ ბრძანებთ ამის გამოცხება რომ ის ვითომ მაშინდელი დიდი რეფორმა გადაფაროთ, მაგრამ ვინაიდან თქვენ ხორბალი ვერ მოკავთ. ნიადაგისთვის ვერ მოგიულიათ. მე ვენახებაში ვითხარით რა დღეში არის ჯერ ჩვენი ბიუჯეტი, მე ღვინო და მე ზოგადად კახეთი 220 მილიონი ლარი რო იხრება, ჰაერში 220 მილიონი ლარი თელ დარგებს აღორზინებ და კაცი კაცო. წელიწადში ეს ყოველ წელს 100 მილიონი რო ხარჯებოდა, მილიარდებს გაწდა უკვე, მილიარდს გადაწყდა. საერთო დანახარჯი, რომელიც თქვენ და გადავიხადეთ თქვენ ფაქტიურად რა. კახელი ფერმერიც უკმაყოფილეთ, გეგონიათ რომ ის არ მოყოფილი და თუ დღინებულებას მოსამოუღია. ღვინოს ხარისხი დაეცა. ესე იგი, რასაც თქვენ დღეს რეფორმას ეძახით, აქ ჩვენ ისევ არ დაგიჯერებთ, როგორც ბევრ სხვა რაღაცაში და ჩვენი თხოვნა იქნება იმისთვის, რომ უფრო საფუძვლიანად, ლოზუნგების გარეშე, მეცნიერთა კონგრესთან, მეცნიერებათა აკადემიებთან, არიან კიდე ადამიანები, ვისაც ყველაფერი ესვით, გაეგებათ და გულით და სიკეთით გეტყვიან, რა ჯობია რომ გააკეთო და რა ჯობია რომ გააკეთო, თორემ ეს რეფორმაც ისევე დამთავრდება, როგორც აი მე რაც თქვი ის კონკრეტული ფაქტები. და
ლოზუნგად ნასროლი კაც შეიძლება კურსში კარგად მოხდეს რომ ხა 12-ში ბავშვები არ დადიოდნენ კარგი რომ 12 აღარ იქნება და მე რომ ჩემდებით მე აღარ ვსწავლობ ეხლა მე 11-ში არ ივლია რგაცო ერთ ამას შევთავაზებ განათლების მინისტრს და მაინტერესებს ეს გამოიხმაურება თუ არა ან პირადად მე ან მეცნიერთა კონგრესს მაგალითად ჩვენთან სკოლაში რამდენი წრეების არ უნდა გააკეთო რა ფორმების არ უნდა ჩააცვა როგორც არ უნდა გააკეთო ციგნებში სისულელეები წერია ერთი მე ახალდები ბატონთან თქვენთან ტელევიზიაში ვისაუბრეთ ჩვენ გრამატიკა არ არის ფიზიკა და ზუსტი მეცნიერებები მოკლედ ამაზე ეხლა უკვე ამას თავი დავანებია უკვე ასე ვეღარ ამას ლაპარაკობ მე ვიტყვი ყველაზე უმნიშვნელო საკითხს რომელიც აფხაზეთი საქართველოს მეზობილიაო წერია ზიგში ხო და ის და ქვია სიგნაყი და დედოფლის ხარო ალბანეთი არის და იმათან მამას ასწავლია სკოლაში გასა და ყველაზე მარტივს გეტყვით რომელიც ყველაზე იოლიორი ბავშვმა ისწავლოს მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია მე ამას მოგახსენებთ ესე იგი კალიგრაფია სკოლაში საბჭოთა კავშირში უმაღლეს დონეზე ისწავლებოდა აქ მარტო ის კი არა რომ შენ ლამაზად გამოიყვანო ასონიშნები აღარ ლაპარაკობ ჩვენი ასონიშანი თურმე რას ნიშნავს დედამიწისთვის მაგრამ ეხლა ამას თავი დავანებო ბავშვმა რომელმაც ბატიფიკური წერის მეტი არაფერი არ იცის ანუ 100 კარგად რომ ვერ დაუწერია და 90% ბავშვების 100-ს ვერ წერს, ციფრებს ვერ წერს, წერას არ ასწავლიან, მაგისთვის სპეციალური რეულები იყო და ყველაფერი იყო, რომ ეს გამოგეყვანა. თუ ბავშვმა და 100 ციფრი ვერ გამოიყვანა, ვერ დაწერა, რომ თვითონაც არ ესმის დაწერა საბოლოო ჯამში, მე ხო ვიცი ბავშვები როგორ წერენ. ბატი ფეხურს მიაქვს სკოლა. კალიგრაფიაში გვანახეთ რას აპირებთ, როგორ აპირებთ ამის გამოსწორებას. ეს და გვანახეთ რომ იმედის ნაპერწკალი გაგვიშდეს რომ ეს თუ გაიგეს და ამის გამოსწორებაზე ფიქრის დაიწყეს და თუ კი რაღაცა შესწავლოს საზოგადოებას, ამის მერე იქნება სხვა რამე გააკეთოთ, კარგი, ამის დაჯერება მაინც რომ წამოვიწყოს ჩვენმა აზროვნება რა. კალიგრაფიით დაიწყეთ გამოსწორება ამ ყველაფრისა. ბავშვებმა წერა კითხვა ბატი ფეხურით იციან ზოგმა ეგეც კითხვაც აღარ იცის კითხვაც აღარ იცის და თქვენ თუ ამას არ დაგვანახებთ გინდა 12 კლასი იყოს გინდა 10 კლასი იყოს ციგნში რა წერია ამას რა დაგვანახებთ და ეს თუ არ იქნება რეფორმა მარკვამა შეიძლება დაერქვას თუ რას ოდნას გადასცემ შენ ბავშვებს და როგორ გადასცემ ასე რომ დიდი მადლობა უბრალოდ მოსახლეობა და ვინც უყურებს ამ გადაცემას ხალხი რწმუნდება იმაში რომ აი როგორი საინტერესო ადამიანები ყავს ქვეყანას და როგორ საინტერესო ადამიანებს არ უსმენენ რა არის აქ ვინმეს ებძვიან ესენი არაფერი ებძვიან საქართველოსთვის და გულითკივად საქართველოსთვის ახლა აგერ როგორც ქალბატონი მედია ასევე ბატონი დავითი დამრწმუნებით რომ რეფორმას არ წერს მინისტრი რეფორმის პროექტს წერენ ინსტიტუტები იმ გამოცდილებით, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია, იმ რეალობით, რომ მდგომარეობაშიც ვართ და იმის გათვალისწინებით, რაც სამყაროში ხდება. ამას წერენ ინსტიტუტები, ამას ვერ დაწერს პარლამენტი. გამორიცხულია ეს, იმიტომ რომ ამ განათლების ადამიანები არ არიან საერთოდ პარლამენტში, ხო და მით უფრო ამ პარლამენტში არ არიან, ხო? აი, სადარიციან კითხვა და წერა. და აი ესე იგი ერთმა პიროვნება მითხრა ამის წინ რამდენიმე გვარზე მითხრა ვიცნობ ამ ხალხსო და მე ვიცნობ ახლობლები არიან ჩემიო და წიგნი მიეც ხელში ვერ კითხულობენო პარლამენტში მართა ერთმა თქვა ახლა აქ ვარ ვიტყვით ბუდის გიხდით რომ სახუმაროთო გაზეთი დაუდეთო გაზეთიო და ხო არის ეს სტატია სათაური და აქედან იწყება ვერ იპოვა კაცმა საიდან დაეწყო საქართველოს პარლამენტის წევრია და 16000 ლარს იღებს ხელფასს ну ესე გასაოცარი პენსიონერი 400-დან ну აი ქვეყანა რომელიც ამას შეეგუება ხო აი თავშივეა შეცდომა ბატონ დავით და ქალბატონო მედია რომ რეფორმის პროექტს არ შეიძლება მინისტრი არის დაქირავებული როდესაც მე ხელისუფლებამ ჩამოვაყალიბე ინსტიტუტმა დაწერა გამოვაქვეყნე ხალხმა განიხილა პროექტი დავწერე გინახავთ ვინმეს განათლების ის პროექტი მე არ მინახავს რომ განიხილა ხო და ამიტომ განიხილა ხალხმა მე პარლამენტში მივიდა იწყება კომიტეტში ნებისმიერ პიროვნებას მე შემიძლია წავიდე ახლა ბრიტანეთის პარლამენტში და ბრიტანეთის პარლამენტში რაიმე საკითხის განხილვის დროს მე ქართულმა კაცმა მონაწილეობა მივიღო აქ ამას ვერ გააკეთებ და როდესაც მე პარლამენტი მიიღებს უკვე პარლამენტი მიღებული კანონის შესაბამისად ქირაობს მინისტრს საქართველოში ყველა განათლების მინისტრმა დაიწყო რეფორმა და მინისტრი ყავდა 40-ივე სხვადასხვა დაწერმა ზოგმა ვაშლით დაიწყო რეფორმა და ვაშლი ყველაფერი ჯობდა რა კი ბატონო ალბათ ხო რომ მე რატო მოდი შევეგადაგოთ მე ვერ წარმოვიდგენდი ჩემი შვილები რა
გარბოდნენ ვაშლის სასარგებლად. და ყველა ბავშვი, ღარიბი იყო, მდიდარი იყო, საშუალო იყო, ყველა სუხაროდა. ესე იგი, ბავშვი განათლებას უარებდა, ვაშლი მაინც მიიღო და იყვნენ ბედნიერები რა. ესე იგი, მთელი რეფორმებიდან მე წარმატებულად მივიჩნე მარტო ვაშლს და ძალიან ვთქვათ, რომ ვაშლი დააბნო სკოლაში. ბატონო, მაგრამ მაგი ესე იგი ყველაზე კარგი რამ ჩვენ გავგიკეთებია ქუთაისში, რომ პირველიდან მეოთხე კლასში კვება გქონდა პირველ მეოთხე კლასში. ხო, ხარ და რა თქმა უნდა. ეს კვებას რაც შეეხება, მე კარგად მახსოვს, რომ დაპირდა ეს ხელისუფლება არჩევნების წინ, რომ აუცილებლად იქნებოდა სასწავლო. თუ დარჩირდა, დაპირდა, მაგი ნამდვილად იცოდი, რომ არ იქნება. არ იქნება ისე, რომ და იქნება ის, რაც არ დაპირებია. ეხლა როგორი მდგომარეობა, აი რატოა საქართველოში რთული, აი ბატონ დავით ამაზე თქვენი ისმინდა და მე დარწმუნებული ვარ, მე ქალბატონი მედია თავის მოსაზრებას გამოდგომს. აი რატომ არის საქართველოში, თქვა აღრეული ყველაფერი და რატოა სიმართლის დადგენა ძნელი? აი მარტივ რამეს ვამბობ. სამი რამ არის საჭირო, რომ გამოქვეყნდეს სია. პირველი, ნულოვან აუქციონზე ეს სიმდიდრე ვინ შეიძინა? მე ხوار მომბობ რომ პატარა მაღაზია რო იყიდა რა. მე მომბობ იმას რომ აი სერიოზული ამისინა ბატონი ბაჩიაშვილი რომ იდგა მე მას უთხარი რომ ქუთაისში ინტკერვის ატელიების ხო პირველ სართულზე ხდებოდა. კაპიკებად ესე იგი იყიდა ისე რომ კუპონები რო შეიცვალა მე გამოვიდა 400 თუ 500 დოლარად გამოვიდა გაყიდული ის რაც დღეს ღირს დაახლოებით დღეს ღირს 100 მილიონი რო გაყიდო იგივე. მაშინ ჩაიგდო 400 ლარად ხო? აი იგივე საწარმოებია, ვთქვათ, მინისტრა ისინი ხო თუ რაღაცა და 1 კვადრატული მეტრი რაც ღირს დღეს მინისტრის ქარხნის პარტი პრივატიზაციის სამინისტრო და იმან რაც ხდებოდა 1 კვადრატული მეტრი რაც ღირს დღეს იმად გაიყიდა მთელი 1.50-60 გექტარი თავის ტექნიკით და ყველაფერი და ანუ პრაქტიკულად ესე იგი სია ვინ იყიდა ეს ნულოვან აუქციონზე მეორე სია ვინ აიღო სესხები როდესაც კუპონი შემოვიდა ხო გახსოვთ როგორ იყო მაშინ კუპონი შემოვიდა გამოიტანეს და ისია მინდა მე რომლის გამოც თავი მოიკლა დვალიშვილი ვინ იყო ის ხალხი ვინ ეწერა ამ სიაში ხვესია გვასე რატო არ აქვეყნებს მე დარწმუნებული ვარ რომ ამ სიაში ივანიშვილიც არის ასე უნდა ვთქვეთ რომ გამოაქვეყნო ამ სიაში ივანიშვილიც არის და 60-70% ვინც პარლამენტში ყველა ვინც დღეს ჩვენ დიდარია ქვეყანაში მასკის ხوار არის რომელიმე იცით მასკის ნაირი პიროვნება საქართველოში მაგ პარლამენტში და ამაში ესენი არიან იმ ნულოვანი აუქციონით გამდიდრებულები ანუ თელმა ქვეყანამ რაც შექმნა იმის კაპიკებში ჩაგდებით მერე იმით რომ თქვათ აიღეს ეს კუპონები რო შემოვიდა გაიქცნენ ბანკში კურსი თავიდან დიდი იყო გადაახურდებს და მერე დააბრუნეს რო აიღო 100 მილიონი კუპონი გადაახურდებას და 70 მილიონი დოლარი მიიღო და მერე დააბრუნდა 70000 ლარი კუპონი დააბრუნა იმაში რა ამას ქვია მდიდარი და მესამე აი დღეს რაც ყველაზე მეტად ვინ ემსახურება იმ ორს ვინც ისე გამდიდრდა აი ვისაც პაკეტები რო აღმოჩნდა ახლა უშიშროების მინისტრის ნათესავის ოჯახში აღმოჩნდა 1200 პაკეტი ეს ძალიან ცოტაა 1200 პაკეტი ანუ ეს პაკეტია რომელსაც უშიშროება ყოველთვიურად უგზავნიდა ფულს მე ვიცი რამდენი 1.20 ზუსტად ესენი ვინ არიან ის ტელევიზიები ძალიან ბევრი რომელიც დღეს იკლავენ ხელისუფლებისთვის თავს იმიტომ რომ ეშინიათ ხელისუფლება მესი არ გამოაქვეყნოს ხელისუფლებამ დამოკლეს მახვილი დაგიდა მათ თავზე ეს არ უცოდი ეს ასაულია რაც ხდება ბატონო ჩვენთან იყო მე უყურე ეთერის საშუალებით დიტო ჩუბინიძე განათლებული კაცი განათლებული და სასიამოვნო მოსასმენია მისი საუბარი ზუსტად ამ თემაზე ისაუბრა ანუ აკაშენებთ და სხვათა შორის ახლა მე არ გავიმეორებ მაყურებელს აქ საშუალება გადაახდიოს დაახლოებით 5 საათზე იყო მან სახელები და გვარებიც დაასახელა რა ლაპარაკობთ რა უნდა ნახო ეს მე ეს ვიცი შეიძლება არა მაგრამ მე სხვა იმით ვიცი ეს ანუ ნახეთ მე ხანდახან ვფიქრობ ზოგიერთ პიროვნებაზე აი მაგალითად აგერ მინდა გითხრათ რომ აგერ მაქვს გაზეთი აი ხა თქვენ ხო კითხულობთ იმას რომ აგერ ქალბატონო მედია 2005 წელი 2 ივლისი ხო წერია ხო არის ასე რა არის ეგ წინ საქართველოს მოსახლეობას მიმართვა ვინ ვაწერთ ხელს მამუ კარეშიძე ირაკლი ბათიაშვილი გიორგი კობახიძე დღევანდელი პრემიერ-მინისტრის მამა
ჰამლეტ მელაძე უღირსეულესი კაცი მათემატიკოსი და ევროპის აკადემიის პირველი წევრი იყო. ნუკრი ქანთარია დეპუტატი რომ იყო უცნებიდან და შემდგომ მიხეილ ქურდიანი უნიჭიერესი კაცი გარდაცვლილია, თეიმურა შაშიაშვილი, დავით ჭეიშვილი, მერაბ ჯიბლაძე, ესენი ცოცხლები არ არიან. ეხლა ამ და ძალიან ბევრი ვინმეს, ვინც ჩვენთან ერთად იდგნენ რიონის ხეობაში რო არ ყოფილიყო. სულ ფიქრობ იმას, რომ ეხლა ამას რო წაიკითხავ კაცი, ამას რო წაიკითხავ, იმას იტყვი რომ ეს 20 წლის წინანდელია, ხო? ეს 20 წლის წინანდელია და ჩვენ წერთ იმას, რომ სააკაშვილს ვეუბნებით ამის გაკეთება როგორ შეიძლება. კეთება დღეს იგივე ეს ხალხი მას არ იღებს. იმიტომ რომ ეს ხალხი არის ნახეთ და შეხედეთ კიდე მეორე რამ აგერ აი ამაში თქვენ იმიტომ მინდა რომ აი აგერ გვარების და იმის მიხედვით ხო არის არა შეიძლება ერთმა ხელისუფლებამ თუნდაც ერთმა თაობამ სამუდამოდ გაყიდოს მიწა და ყველაფერი მიწაში და მიწის ზემოთ ჩვენი ხელმოწერით წავიდა ეს დოკუმენტი აი რა წერია ამ გაზეთში ყველა გამგეობაში და ყველგან მე და ბატონი გია კობახიძე ვარ მაშინ უცხოელებს არ იყიდებოდა არ მაშინ არ იყიდებოდა ეხლა იყიდება და გახსოვთ კერი როგორ დავიცავით მაგერ ვარ ყოფილიყო ანუ ეს გაზეთი არის მხილება უამრავი ანახეთ რამდენი გვარია კიდევ კარგი რომ შეხედეთ ეხლა რამდენი სურათია აი ყველა სამონაწერები ამიტომ რო წავიკითხე ეხლა მე ეს გაზეთი აი ნახეთ 70 კაცის აზრია ამ გაზეთში ერთ გაზეთში მოცემული ამ 70-დან ვინ ცოცხალია ესე იგი 62-63 კაცი 50 კაცი ამ ხელისუფლების ხელმძღვანელია მაშინ სხვა პოზიცია ქონდა და ვამბობ აგერ მეორე გაზეთი ეს არის დავითის ზარი აი რომელ წელშია გამოშვებული ნახეთ ხო წერია მას 2005 წლის 22 ნოემბერი ხო ეს იყო ჩვენ რო ვიცავდით და თქვენ ჩვენს შემდგომ მომავალ თაობებო მიმართვაა გაკეთებული ესეც წინ საქართველოს და ჩვენ ამას ინტელიგენციის ერთად მონაწილეობით აი როგორ ვდგევართ და როგორ ვიცავთ აი როგორ ვარ როგორ ვეჩხუბები პოლიციელებსო ძეგლის გადატანა არ შეიძლება და აი აგერ ნახეთ როგორ მდგომარეობაა ძეგლი როგორ მდგომარეობაში იყო და მე რა უქნეს ძეგლს და როგორ გადაიტანეს და როგორ ღამეებს უთევდი მე ამას ვინც ამას აკეთებდა 70% დღეს არის ამ ხელისუფლებას აი კი ბატონო დაუჭირებთ დავით აღმაშენებლის ძეგლზე ამბობდი ჩვენ დავაბრუნებთ ამას დღეს ვინ გიშლით ხელს წმინდანის ძეგლი დგას იქ სადაც არ უკურთხებია მისი აღმართვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და არც ეკლესიას საერთოდ და სადაც აკურთხა იქ არ არის წარმოგიდგენიათ თქვენ ეს ხო ცოდვაა ჩადენილი არა ნუ ბიბლიური და იმის მიხედვით ცოდვაა ჩადენილი ხო წმინდანის ძეგლი როგორ შეიძლება არ იდგეს ნაკურთხ ადგილზე ხო ეს არის გასასწორებელი არა ყველაფერი თუ ჩვენ მართლმადიდებელი ქვეყანა ვარ და ეხლა ვინც თქვით რომ ეხლა იგი პატარა ამბავია თქვენ რას ამბობთ პატარა ამბავი იყო კაცრო ეუბნებოდნენ 100,000 კაცრო უთხრეს რომ დაადგი ღვთისმშობლის იმას სურა ფეხი დაადგი ხაც და გადარჩები ცოცხალიო და არ დაადგა იმიდა ესე იგი სიცოცხლე წავიდა ჩვენგან ამათი შთაუმამლები ვარ ჩვენ აი აგერ ეხლა სადგარი იგივე ის ძეგლი იქეთ არის ხო კობახიძე დღევანდელი პრემიერ-მინისტრი თელი თავისი ოჯახი ია კობახიძე იქ იდგა ვიცავდით ამ ძეგლს რა ხდება ამ ქვეყანაში არ მოგიდგენიათ რა უნდა ამას ნუ რა პრობლემაა ეს დავით აღმაშენებლის ძეგლი ქუთაისში სადაც იდგა სადაც აკურთხა კათოლიკოს პატრიარქმა იქ გადაიტანეს და დადგეს იმ პოსტამენტზე რომელზეც ლენინი იდგა არ შეუცვლიათ არაფერი და ლენინის ადგილზე აღმართეს დავით აღმაშენებელი იგივეა ვინც ქუთაისში ისმენთ ამას იცით ხო ჯერ ერთი სადგურზე რა უნდა დავით აღმაშენებელს და მოგზაურობა უყვარდა მატარებელი უყვარდა თუ რა იყო ეს თუ ვერ გავიგე და ლენინის თეორია ლენინის იმაზე რომ დადგეს პოსტამენტი მაინც მოიშალა რა თქმა უნდა ზუსტად ძანეთ თქვენ რომ აი ესეთი მდგომარეობაა ხომ ეხლა მე ეს მაგალითები რატომ მოვიტანე იმიტომ რომ აი მესამე აი ეს პაკეტი რო გამოქვეყნდა მე კატეგორიულად ვითხოვ თუ ეს ხელისუფლება არ გამოაქვეყნებს იმ პაკეტს რომლითაც უშიშროებას ყოველთვიურად ფული ურიგდებოდათ თუ ხელისუფლება არ გამოაქვეყნებს იმას ვის შემოდის დღეს ხედავ თქვენ ხელისუფლებამ ხომ მიიღო კანონი ბატონ დავით ხომ მიიღო კანონი რომ გარედან შემოსული ფული და რა ხო ყველა იცის გინახავთ ვინმე ვიზეთ შემოდის არა რატომ იმიტომ რომ თვითონაც აწყობს რომ ამათმა მიიღონ ეს ფული როცა უნდა დაიჭერს
როცა უნდა ხელში მოკიდებს ხელს და ამიტომ ურჩევნია რომ იმ ფული შემოდიოდეს, ვიდრე არ შემოდიოდეს, ის ფული რო არ შემოდიოდეს, ძალიან ბევრი ვინმე პოლიტიკურად მოკდება ქვეყანაში და ახალი პოლიტიკური ძალა ოცნებას აღარ აწყობს განათლებულ ადამიანთა შესვლა ოპოზიციურ ველზე. აი ამიტომ იყო რომ გუშინ წინ ითქვა რომ ამოცანა დღეს მდგომარეობს იმაში და თუ ამას მეცნიერთა კონგრესი გააკეთებს, ის გაუკეთებს უდიდეს საქმეს ქვეყანას რომ ხალხი იქცეს ამ ქვეყანაში მთავარ ოპოზიციურ ძალად. აი ეს ადამიანები, რომლებაც ნულოვანი აუქციონით კაპიკებში იღიდეს, ეს ადამიანები, რომლებაც აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სესხები აიღეს და ის ადამიანები, რომლებიც პაკეტებს იღებენ, პაკეტებს უშიშროებიდან და ეს ადამიანები დღეს ჭკუას გვასწავლიან და გაზეთები გამოდის. ეს გაზეთები გახდნენ სუფთა მონები ხელისუფლების. რატომ? იმიტომ რომ ხელისუფლებას ეუბნებიან, გეხვეწებით რა, მონები ვართ, ოღონდ არ გამოაქვეყნოთ ეს. და ამიტომ ბევრი ვინმე რომ გამოდის იქ და ამათ უჭერს მხარს, მე ვხედავ რომ ყურებით ხარ დაჭერილი. არაფერი ჯობს წესიერად ცხოვრებას. აი ვინც წესიერად ცხოვრობს, აი იმ ადამიანებს ეკუთვნის მომავალი ქვეყანაში თუნდა გადარჩენენ ისინიც ვინც უწესოდ ცხოვრობენ. ბიძენა ივანიშვილის გადარჩენა წესიერ ხალხშია. და მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა სხვამად უწესოები ამრავლეს, მაგრამ მათი გადარჩენა წესიერებაშია. აი ეს არის გზა, რომელიც მეცნიერთა კონგრესს აქვს. აი როგორ ეთერდების ყორანი ბატონო. ნუ მესმის, მაგრამ ეს იცით როგორ არის. ეს იცით როგორ არის, ხაბატონო მედია მე გეთანხმებით, მაგრამ პეტრე და პავლე და სავლეს იმაზეც ფიქრობ ეხლა მე რომ აი რადგან ბიბლიური და მართლმადიდებელი უნდა იცოდე რომ ესეც შეიძლება და მე იობის ის მაქვს ყოველთვის რა ქადაგება და იობის სახარება ჩემთვის მნიშვნელოვანია ძალიან რომ რაღაცა რო შეგეშალა რომ მოინანია მე როგორ გახდა და რაღაც დააშემდგომ და იქ ძალიან კარგად უწერია დახასიათება იობის იმაში სახარებაში წერია რომ ვინ არის დახასიათებას როგორ აკეთებს ნახეთ ასე იგი რომ ადამიანი როგორი უნდა იყოს წრფელი, მართალი, ესე იგი ბოროტებას განრიდებული, აი წარმო ბოროტებას განრიდებული უნდა იყოს აი ადამიანი, აი ესეთი მოკლე დახასიათებით არის ყველაფერი ჩამოყალიბებული. დღევანდელი მეცნიერება ამბობს, ხელისუფლება ეკუთვნის იმ ხალხს, რომლებიც პირველი ინტელექტუალები არიან, მეორე აქვთ ენერგია, მესამე არიან გაბედულები და მეოთხე არიან წესიერები. და რას ამბობს მთელი მსოფლიო ასე გამოცდილება პირველი სამი არო ინტელექტი, გაბედულება და გამოცდილება ყველაფერი ხარში რჩება თუ არ არის წესიერება. წესიერებაზე დგას ნებისმიერი ქვეყნის მომავალი. უწესოები გვყავს ირგვლივ. მე რაიონებში ჩავედი ეხლა და კახეთი ზოგიერთი ის ვნახე, ხა თქვენ კახეთთან ის გამგებელი ვნახე. მისი გამოსვლა მოვისმინე, გეუბნებით რა, ნუ მერთმა ხელი მოუმართოთ. ჯერ იმად რა გაბედულება ქონიათ. წარმოგიდგენიათ რომ როეთანხმები რომ მერი იყო და ის იყო როგორი კალაკების. ესენი ვინ არიან? მე ხო ვიცი საქართველოს სხვა რაიონებში. მე ესეთი დაბეჭაებული შემადგენლობა, როგორიც ახლა საკრებულოებში არჩეული და მერები და გამგებლები არიან, რა მოიტანა ეს ბიძინა ევანიშვილმა თავისი იმით, ანუ თქვათ, აი პარლამენტის შეხედებდი, პარლამენტში მითხარი პოლიტიკოსი, აი რო გითხრა ახლა რომ აი აგერ კაცი ხარ, აი რომ თქვა რომ დაასახელო, აი რომელსაც ისა ხო წესიერე რომ რო გთხოვ ახლა გითხრა ერთი 20 კაცს ხო ვთხოვი აქ რომ მითხარეთ ერთი რომელი მინისტრი ზის თავის ადგილზე, რომელი გუბერნატორი, რომელი მერი ზის თავის ადგილზე. ერთისგან ვერ მივიღე პასუხი, ვინმეზე ხო უნდა მითხრან რომ აი ეს კაცი ზის თავის ადგილზე. რა ვიცი, მე ცოტა უცლად და მომავლის ტექნოლოგიებზე რომ საუბრობთ. რაც უფრო სწრაფად იქნება ეს პროცესი ჩვენთანაც შემოსული, ძალიან კარგია და პოზიტიურია, იმიტომ რომ მომავალი განვითარება სამყაროსი, აი ამ ინოვაციური განვითარება, რის წინაშე ჩვენ ვართ და ეს არ არის შორეული მომავალი, ეს ძალიან დიდი სისწრაფით ხდება. ყოველდღე ვინც ადევნებს თვალყურს, ყოველდღიურად ისეთი სიახლეა, რომ ფაქტურად ვერ ეწევი ადამიანი გონებით, აღკვით. და მომავლის პოლიტიკოსი რა უნდა ერთადერთი მომავალი აქვს პოლიტიკოსის უნდა იყოს მართალი. იმიტომ რომ ტექნოლოგიებიც უკვე ვეღარ იქნება ის. ეხა ხო ვერ წარმოუდგენია დღევანდელ მართლ ადამიანებს რომ ეს იქნება, მაგრამ ასე იქნება, იმიტომ რომ ის ტექნოლოგიები უკვე ისე იქნება აწყობილი, რომ ძალიან გაჭირდება
ტყუილით რაიმე შედეგის მიღწევას და გეთახმები ეს მე რაც მივიღე ეს მასკის ისა ანუ სასაული რამეა არჩევნების ჩატარებაზე გამორიცხულია მასკი ამბობს იმას რომ აი თქვა აი როგორ იქნება ეს ისეთი ტექნოლოგიებია ბატონ დავით მე გამოგიგზავნით ამ დღეებში რამდენიმე გაკვეთილს რომელიც მე მივიღე ხა თქვენ ისედაც იღებთ და თქვენი გამომიგზავნით მე ჩემს ეს თქვენ გამომიგზავნით მე ჩვენ გამოგიგზავნით და რაც შეიძლება ადამიანებში და აი ეს ტელევიზია კარგ საქმეს აკეთებს ტელევიზია ქართული რომ აი ამ ახალ ტექნოლოგიებზე საუბარი აქვს მაგალითად აი ეხლა მე პირობითად ვამბობ ამ დღეებში ვიმგზავრე პირობითად კი არა პირდაპირ გეუბნებით რომ ვიმგზავრე მატარებლით თბილისი ბურჯუ. ესე იგი, თუ გინდა გაიგო რა ხდება ქვეყანაში. არა იმიტომ რომ ისინი ვინმე აკილიკებენ, არა. აი მაგალითად 4 ადამიანი ამ დღეებში რომ მგზავრობდი 4 ადამიანი მოვიდა მიცნეს და სკამიკ ადგილი არ არის ხა რატო იმიტომ რომ იაფიღის მგზავრობა და მუშაობენ თბილისში და საღამოს მიდიან იქეთ. მატარებელი არის გადაჭედილი, ანუ გორში მიდიოდა ხალხი სამუშაოდ ადრე. ხო, ისევე რუსთავში მიდიოდა თბილისიდან, ეხლა აგერ მოდიან დილით, მატარებელი მოდის იქიდან, მოდიან მატარებლით აქეთ და საღამოს ბრუნდებიან უკან. დაახლოებით 1000 კაცი ალბათ ამ იმაში იყო, ხო? მე ერთ მატარებელი შეიძლება ისე რამდენია კიდე, მაგრამ ეხლა ვინც მიცნო იმას და მე ხო შემოიჯგუფდა, ვაი, ბოლოს 4 ისო დავჭით ერთმანეთთან ამ 4 პიროვნებას. 16 ადამიანი ამ 4 ოჯახიდან არის უცხოეთში წასული სამუშაოდ. ერთი პიროვნების ეხლა მე ვნახავდა გვარი ერთი პიროვნება მითხრა რომ ჩემი შვილი მუშაობდა საპატრულო პოლიციაში. აიღო შვებულებოდა და გაიპარა საქართველოსდან და უცხოეთში მუშაობს. ვიღაცის ექიმი იყო, ვიღაცა გაუცდი. ეხლა პიროვნება ამბობს რომ მე თბილისში გავაქირავე სახლი და წავედი სოფელში და ვცხოვრობ ამით ვინ იქირავა უცხოელმა? ვინ არის ინდუელი? რაღაც და აი ვინც კი ვნახე აი გუშინ აი ეს დღეები რაც მე ამაზე ფიქრობ რა საუბრები ჩემთან იყო და აი აგერ ერთმა პიროვნებამ რომელიც დადის გორიდან მუშაობს აქ ენერგეტიკის სისტემაში და მითხრა რომ რა სიმართლე უნდა იყოს იმ ქვეყანაში სადაცო აგერ გდანშიო კრიპტოვალუტის წარმოებას ხო ვიცითო თვითონ იმას გეუბნება ფიცა ვარ ყველაფერს აი ხო გეუბნები რომ მე რო ვიცოდი კი მაგრამ აი აგერ გეუბნება რიგითი პიროვნება მაგრამ ის კი არა მარტო ყველა მიგივე დაადასტურა მე გორში რო გორთან რომ მივიდა ისინი გორშიც ასე იყო ესენი აი ეს რო დადგესო ესენი კრიპტოვალუტისთვის გააკეთესო ისინი რო არის ქარის მაგრამ თავარი რა თქვა ამ კაცმა ნახეთ 6 მილიონს იხდის ბიძინა ივანიშვილის ფირმა 6 მილიონს იხდის ყოველთვიურად და კრიპტოვალუტას აწარმოებს გლანში 6 მილიონს ყოველთვიურად მაგრამ იხდის კილოვატ საათში 8 თეთრს როდესაც სხვა იხდის 30-32 თეთრს წარმოება ანუ 4ჯერ ნაკლებს იხდის ეს 6 მილიონის ნაცვლად უნდა იხდიდეს 24 მილიონს თვეში ანუ 18 მილიონი გამოდის რომ 250 მილიონს საქვეყანას ართმევს მარტო კრიპტოვალუტის წარმოებას უაკეთებს აქ შეკაი ადამიანიშვილო კრიპტოვალუტის წარმოება შენ დიდრდები მაშინ დაუბრუნებ 8 თეთრი კი არა კრიპტოვალუტას იმიტომ აწარმოებს რომ არ მოიგო დიდრდება ხო ყველაზე დიდი სიმდიდრე ბიძინა ივანიშვილმა ბოლო პერიოდში საქართველოში იშოვა ეს არის კრიპტოვალუტა და არა მარტო ეს კი მაგრამ 250 მილიონს მარტო აგერ გლდანში რო იზღავს იმით აკლებ ამ ქვეყანას და მე რომ მეწარმევარ სხვა ჩემზე რო ყიდი თქვენ იცით ძალიან კარგად ხე სოფლის მეურნეობის სპეციალისტი ხართ რომ ამერიკაში სოფელში ელექტროენერგია იაფიღირს ვიდრე ქალაქში ბანკს აქ პირიქითა მოსახლეობას უფრო ძვირად აქვს რატომ იმიტომ რომ ისინი ამბობენ მეწარმე ქმნის სამუშაო ადგილს მე გარწმუნებ თქვენ რომ აი თქვათ ჩემი განწყობის და ჩვენი აზროვნების ადამიანები რომ მივიდნენ ხელისუფლებაში და მე ქუთაისში მქონდა თავის ძოზე გაკეთებული მე მაგალითად ესე იგი მოსახლეობისთვის ვარ შემემცირებია შეუმცირებდი ყრელას წარმოებელს რომ წყალში რაფულსაც იხდიან ისინი ხო იცით რა თქმა რაფულსაც იხდიან აი მაგალითად ეხლა ნახეთ რა ღირს რომ პიროვნებამ შეიყვანოს სახში Wi-Fi და რა ღირს მეწარმეებამ შეიყვანოს აი ნახეთ რა სიხდის გაში რა სიხდის ელექტროენერგიაში კიდე რას უძლებენ ეს მეწარმეები რა აშკარაა რომ ესენი რაღაცას ქურდობენ და რაღაცა ჯიგირობენ მე ხელისუფლებას უჭირავს ხელში თორე ამ ხარჯებით მით უფრო ჩვენთან არ არის ენერგოტევადია ჩვენი ისინი ხო ძველი რაც იყო და სადღა ამერიკის ტექნოლოგია და სად თქვა იაპონიის კორეის და
ვთქვათ, თუნდაც გერმანიის და თუნდაც ისრაელის ტექნოლოგია და სადაც ჩვენი უფრო ენერგოტევადია. ესე იგი, მეც გამოიყენებ, მეტ ენერგო იმას იხდი და კატასტროფულ მდგომარეობაში არიან მეწარმეები. კაცი შვილი არ ფიქრობს, არის საუბარი ჯარიმა, არის საუბარი იმას, რომ გაიწადი უცხოეთში და იმუშავე და გამოგზავნე ფული აქეთ. ჩამოვიდეს უცხოელი და იყიდოს აქ სახლები და ისინი და მე ამ ბინების მშენებლობიდან აბსოლუტურად სრულიად მე რაც თავშივე დავიწყე იმით და თქვენ გეკნებათ საშუალება ახლა რომ თქვენი მოსაზრებები გამოთქვათ მე მაინც მინდა დავბრუნდეთ ჩვენი თემაზე რომ აი სოფლიოს ინტელექტუალური და დემოკრატიული სამყარო ცხოვრობს სხვა განზომილებებით სხვა განზომილებაში სხვა სივრცეში ჩვენ ჩავრჩით სხვაგან რატომ იმიტომ რომ პოლიტიკოსებმა შექმნეს აზროვნების უდაბნო ისრაელი იყო უდაბნო და მეცნიერებამ აქცია წალკოტად. ჩვენ ვართ წალკოტი და პოლიტიკოსებმა ვაქციეთ უდაბნოდ. აი ეს არის აზროვნების უდაბნოს ქვეყანა. ამიტომ არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა რომ ამბობს მე ამ ჭაობში ვერ დავჩები, უნდა წავიდე. ზანეთ ბატონ დავით. ბატონ ცებული. განათლების რეფორმას რომ უწოდებენ, ეს განათლების რეფორმა არა. ეს არის რამოდენიმე ღონისძიება, რომელიც გაგვაცნეს. ისიც ნაწილობრივ. ნაწილობრივ სრულად. ანუ ამას მე რეფორმას ვერ დავუძახე. ისევ დაშვება გავაკეთოთ და შეიძლება ეს ღონისძიებები კარგი იყოს თქვათ, ერთჯერადი ღონისძიება. მაგრამ სისტემურად არც არაფერი ცვლილება არ ჩანს, რაც რეფორმად იწოდება. სისტემური რეფორმა მხოლოდ შეიძლება მაშინ უწოდოთ პროცესს, რომელიც გათვლილი იქნება განათლებაში სულ მინიმუმ 5 და 10 წელიწადზე, სადაც იქნება განხილული ამ რეფორმის დროს, განხილული თითოეული კლასის, თითოეული საგნის მიხედვით, ყველა წიგნი თუ რა უნდა ისწავლოს ბავშვმა, ამ წიგნებს ჩვენ გვაქვს საშუალება რომ შევადაროთ 50 წლის წინანდელი წიგნები რომ ავიღოთ კლასების და მიხედვით, რომ მათემატიკაში, გრამატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში მოვაშოროთ იმას ეს კომუნისტური იდეოლოგია და დანარჩენი ვნახოთ და დავინახავთ. მე რაც შევამოწმე, ქალბატონო მედეა 70-იანი, 80-იანი წლების წიგნებიდან. დარჩენილია ზუსტ მეცნიერებაშიც და ჰუმანიტარულშიც დარჩენილია მხოლოდ 15-20%. 22 ტრიგონომეტრიული ფორმულა, რომელიც მე სკოლაში ვისწავლე. რომელ კლასში ვიყავი, მეროში ვიყავი ალბათ რა. ვისწავლე, კარგად ვისწავლე. დღეს არის მხოლოდ 2 ფორმულა კითხვით. სწავლას არ თხოვენ, კაცო. აი ესა. ამიტომ თუ გნებავთ რომ ამას რეფორმა უწოდოთ თქვენვე, წიგნები წარმოადგენთ რა უნდა ისწავლონ ბავშვებმა. ეხლა მე ვიწყებ ქვემოდან. ამოვდივარ, რაც უნდა გაკეთდეს რეფორმა რომ დაერქვას. ვინ უნდა ასწავლოს ამ ბავშვებს ეს ყველაფერი? პედაგოგიური ინსტიტუტი გაუქმებულია, ხელში ჩაიგდეს ამ უცხოელებზე ჩამოკიდებულმა და იმათ ფულით გამძღარმა არასამთავრობოებმა და 1000 სისულელეის და უბედურების მომტანმა ორგანიზაციებმა. აღადგინეთ პედაგოგიური ინსტიტუტი. ინსტიტუტი დაარქვით იმას, არ არის საჭირო სიტყვები თამაში უნივერსიტეტი ეს უკვე რაღაც საქართველოში. უნივერსიტეტი უნდა იყოს ერთი. დანარჩენზე ერქვა თავის სახელი, ტექნიკური ინსტიტუტი ერქვა პედაგოგიური ინსტიტუტი, უცხოენათა ინსტიტუტი. იმას თავის მიმართულება ჰქონდა, ვიტყვი რა მნიშვნელობა გააჩნია ამას. უნივერსიტეტი უნდა იყოს დედა სასწავლებელი ყველა სიამაყე საბოლოო ჯამში. პედაგოგები ჩვენთან არიზდებიან. სპეციალისტი შეიძლება იყოს, დაუშვათ ეკონომისტი გახდე, მათემატიკა გასწავლო, რაღაცა მოინდომოდა ფიზიკა ისწავლო, მაგრამ პედაგოგიკას არ გასწავლიან. რაც არ უნდა ცოდნა მქონდეს მე თუ ცალკე საგნად არ შევისწავლე, როგორ გადავწე ჩემი ცოდნა ახალ თაობას, ამ ჩემ ცოდნას ფასი არა, კაცო, ვერ გადავწე იმ ბავშვს, ვერც ვასწავლე, ვერც მოვთხოვ, ვერც ჩავიბარებ, ვერც გაიზრდება ის ბავშვი. ამიტომ პედაგოგიკის სწავლის მონახაზები წარმოადგენენ საზოგადოებასთან და დღეს კიდევ არიან ჯანმრთელად კარგად ის ხალხი, ვინც ამას აკეთებდა თავის დროზე. იგივე პუშკინი რო ერქვა და მერე სულხან-საბარო ერქვა და კიდევ სხვა ინსტიტუტებში. ეს მეორე საკითხი, ვინ უნდა ასწავლოს ამ ბავშვებს და რომელი წიგნებით, რომელიც უგავთქვი. მესამე, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები გაანადგურა ნაციონალურ მოძრაობამ და არც არაფერი ხელი არ შეუწყო ოცნებამ ამ ყველაფერს. განადგურებულია ინსტიტუტების გარეშე შეუძლებელია ამ ყველაფრის მომზადება უკვე სპეციალობებით და მიმართულებებით. აღადგინეთ
მესამედი მაინც იმ ინსტიტუტებისა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობამ მოსწოდა დილში მოთხარა. აქ შეიძლება ჩამოვთვალოთ კიდეც, რომელი აუცილებელი ნიადაგ ცოდნეობა მაგალითად, რომელიც აღარ არსებობს. ნიადაგი კვდება, სოფლის მეურნეობა კვდება, სოფელი უკან მიყვება, ხალხი მიდის. ესაა პრობლემა. თუ არ აღადგინე ნიადაგ ცოდნეობის ის ინსტიტუტი, ისე ბატონო თვითონა გადაშენების უბრუნდები რა. ეს ძალიან კაფიოთ გახმაურდა. გეთანხმები, რა თქმა უნდა რა. არ ეშველება ნიადაგს, არ ეშველება სოფლის მეურნეობას, არ ეშველება სოფელს. ეს თუ არ აღადგინე, არ იცი ნიადაგი მეგობრებოშია. რა ფულს ხარჯავ სოფლის მეურნეობაში გამაგებინე ერთი რა. ესე იგი, ინსტიტუტების აღდგენა და ახლა ისევ მეცნიერთა კონგრესის სახელმძღვანელობა, მაგრამ როგორც მისი გულშემატკივარი და მათ გვერდზე მყოფი და მათი მოსწავლე შეიძლება დავარქვა, ბევრი ხალხია აქ, რომლებიც ღირსეული მეცნიერები არიან, მისგანაც ბევრი რამე ვსწავლობ, თუნდაც ამ ტელევიზიაში და ამ მეცნიერებათა კონგრესში. სანამ ეს ხალხი კიდევ ჯანზე არიან და ჯანმრთელად გრძნობენ თავს და კიდევ შეუძლიათ რომ ის დაგროვილი ცოდნა ახალ თაობას გადასცენ. მეცნიერებათა კონგრესი, მეცნიერებათა აკადემიები, ვინც იქნებიან, ამათ აღმოუჩინეთ უზარმაზარი ფინანსური და ორგანიზაციული დახმარება. მეცნიერების გარეშე, აკადემიების გარეშე, კონგრესის გარეშე და ინსტიტუტების გარეშე ამას რეფორმას ნუ დაარქმევთ. ეს არის ღონისძიება ერთჯერადი, რომელსაც აქვს მხოლოდ ერთწლიანი პერსპექტივა და მე ამას არაფერი არ გააჩნია. აი ამის გარეშე, ბატონო თემურ, ნუ გულაბარაკებიან რეფორმაზე, სხვა რამე რა აქვს. სხვათა შორის მე ტექნიკური სასწავლებლებიც ეს იყო ძალიან სწორი. პროფესიული, კი, რომ სადაც იზრდებოდა ეს უკვე ეკონომიკასთან კავშირშია, ეს კიდე ახალი მიმართულებაა. რომ სადაც იზრდებოდა იგივე იმ ცოდნის შემსრულებელი, ახლა თუ მივიღეთ ცოდნა, მაგალითად მომავალში ვიღაცა მიიღო აგრარული ცოდნა, იმას ხო უნდა შემსრულებელი. ეს ხალხიც აღარ არსებობს. სამედიცინო სფეროში, ესე იგი, ერთ რეფორმას გაიძახია, რომ გააკეთეს სამედიცინო რეფორმა და სავალალოა სიტუაცია, იმიტომ რომ ერთ დაწესებულებაში 100 პაციენტზე არის ერთი ექთანი. წარმოიდგინეთ და ერთი სანიტარი. იმიტომ გაუსაძლისი გახდა უკვე ყველაფერი. და დავამატებ ხა ცოტა გადავხდით ემიდან თემაზე და ძალიან მალე ქვეყანაში, რასაც თქვენ ბრძანეთ, რომ ის ადამიანები ღმერთმა დიდი ხნის ჯანმრთელობა და სიცოცხლე მისცეთ, ძალიან მალე აღარ იქნება მუსიკის მასწავლებელი. აბსოლუტურად მკვდარია. ნოტებს არ ასწავლიან მუსიკის სკოლებში. ნოტებს არ ასწავლიან, დაკვრას არ ასწავლიან. სოლფეჯიოს მასწავლებელი თითზე უკვე ქვეყნის მასშტაბით ჩამოთვლი მასწავლებლებს, რომელსაც შეუძლია რომ სოლფეჯიო ასწავლოს. ეს კიდევ შევთავაზებ განათლების მინისტრს, თქო განათლების მინისტრს. ხო, კი ბატონო, რა. არის მათემატიკოსი იმტერივა. ომარ კომურჯიშვილი. ის ადამიანი 4 წელს უკვე გადაცილებულია. მან ამოხსნა ფერმას დიდი თეორემა. მახვილკუთხა სამკუთხედებისათვის. ფერმას დიდი თეორემა, ეს არის 400 წლის წინ ფერმას მიერ დაწერილი თეორემა, რომელიც 400 წელია ვერ ამოხსნეს და მსოფლიო მათემატიკოსები აკვდებიან და ვერ ამოხსნიან. საქართველოში ამოხსნილია. მათემატიკის ინსტიტუტი აღარც არსებობს, განყოფილების მაგვარი რაღაცა დატოვეს, იქაც კი ვერ განიხილავენ ამას. აკადემიაში ვის უნდა მიუღდა, ეგეც კი აღარ იცი ადამიანმა. სამინისტროში, რომელსაც მეცნიერებაც ქვია, მის მეცნიერება როგორ იქნება? ასწავლო პირველ კლასელს, ასწავლო პირველი კურსის სტუდენტს და კიდე მეცნიერებას ააშენო. ეს სამინისტრო უაზრო თავკომბალაა, დაცო, მეცნიერება გამოიტანე აქედან ის სხვა მიმართულებაა საერთოდ რა. და ძალიან გთხოვთ, ომარ კომურჯიშვილის დიდი ფერმას თეორემის ამოხსნა მახვილკუთხა სამკუთხედებისათვის მოითხოვეთ და თქვენ სათქმელი მაინც გექნებათ იმ საცოდავი ევროპელებისათვის, რომ ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელიც იმას ამოხსნით, რომელიც ევროპელებმა 400 წელი ვერ ამოხსნეს ვერანაირადო. ამოხსნილია. ამას 4 გადაცემა გავაკეთე. ბატონო თემურ საერთოდ პროფესორი ვიყავი 3 წლის უკან. იქ 4 გადაცემა მიუძღველი, ამას გადაცემებიც არის, იმას მაინც უყურო. ის კაციც იყო იქ და ამ ყველაფერს ხვდებოდა. და აი ეს დაწყებული კალიგრაფიიდან, დამთავრებული ფერმას დიდი თეორემიდან, შუაში რაც ბატონმა თემურმა ბრძანა, რაც ქალბატონო მედია თქვენ ბრძანეთ და ახლა მეც ამას ვამატებ ჩემს სათქმელს, ამის გარეშე რეფორმას გუგიხსენებთ რა. არ არის ეს რეფორმა. საერთოდ ხო უნდა შევთავაზოთ ბატონ დავით იმაზე, რომ რეფორმა არის ის, როცა გამოქვეყნდება მთელი კონცეფცია თუ პროგრამა გაზეთში. რა თქმა უნდა. მე ხო ყველაფერი უნდა წავიკითხო რა. ნუ თქვათ ახლა განათლების რეფორმა ჩვენც გავაკეთეთ ქუთაისში და დიდი ის გამოიწვია ამან ქვეყანაში და მისაღები გამოცდების გარეშე. თქვათ ახლა პირდაპირ ვამბობ, რომ მისაღები გამოცდები გავაუქმეთ ქუთაისის უნივერსიტეტებში. რატო? იმიტომ რომ მთელი კორუფცია იყო და გავაუქმეთ იმის გამო, რომ ჩვენ ვთქვით, რომ რადგან ლიცეუმების სისტემაზე გადავედით და გიმნაზიების სისტემაზე გადავედით, ანუ რა იყო ეს
დიმიტრი უზნაძის თეორიის მიხედვით დიმიტრი უზნაძემ დაწერა პირველი სარეფორმო პროგრამა დამოუკიდებელი საქართველოსი. Როგორი იყო ის ამბობდა, რომ არ შეიძლება პირველ კლასელი და მე-11-მე-12 კლასელი ერთ შენობაში იყვნენ. ხო, ესე იგი, მარტივად ხო თქვა, როგორ შეიძლება ერთი ტუალეტი გქონდეთ, ერთი კვების ისე, ერთი საჭმელით იკვებებოდნენ. ხო, აი ეს შეხედეთ ერთ კიდე როგორ იყო. ესე იგი, ჩვენ რო ავიღეთ ეს თეორია და რომ მოვკიდეთ ამას ხელი და წავედი მე ჟენევაშია განათლების საერთაშორისო ცენტრი და 165 ქვეყნის გამოცდილება მოვისმინე. მე და ერთადერთი გუბერნატორი ვარ დღემდე ალბათ, რომელიც იქ იყო ნამყოფი. სოდა ის თვითონ იმათაც გავუკვირდათ, მაგრამ მე შემარცხვინეს იმერმა მითხრეს, რომ უზნაძის ქვეყნის წარმომადგენლს აქ რა გინდა თუ? ჩვენ უნდა ჩამოვიდეთ, თქვენგან უნდა ვისაუბროთ. ხო, უზნაძე ყავთ, ჩვენ გვინდა რომ თელი მსოფლიო უზნაძეზე გადავიდესო და გასაოცარი იყო და იქიდან მე დაურეკე ნიკოლეიშვილი დღეს ძალიან ცნობილი მწერალი და ზედეთ მოღვაწე კაცია და დაურეკე მას რექტორი იყო და მე ვთხარი ვიღაცას ჩამოვიდა დაცვას დავესწარი მე სასწაული რამე ქონდა ამ იმას გაკეთებული და ჩვენი რეფორმა წავიდა ზუსტად იმის მიხედვით. ანუ ნახეთ როგორი მარტივი რამე იყო. მეც ვნახე რომ მივედი ქალაქის მერად მე-11 კლასში ბავშვი აღარ დადეს. და ამის გადარჩენა როგორ გინდა ამას მუშტს ვერ გააკეთებ. ჩვენ გავაკეთეთ ერთი მარტივი რამ. საფეხურებრივი სწავლება. პირველი მე-6 კლასი, მე-6 მე-9 კლასი, მე-9 მე-11 თუ მე-12 კლასი, სამი საფეხური. ამას არ არსებობდა შენ მე-9 კლასში, მე-10 კლასში ვერ გადახვიდოდი ამ ლიცეუმების სისტემით. გიმნაზია იყო მე-7-დან მე-12 იმის ჩათვლით. გიმნაზია. ამიტომ ჩვენ ვთხარით და იყო კიდე პირველიდან 9 კლასი. რეფორმა ეს არის. ხო და შეხედეთ როგორ გამოვიდა. ჩვენ ვთხარით დაამთავრე 9 კლასი, აირჩიე საით მიდიხარ. შენ გინდა მათემატიკური მიმართულება, მიდიხარ მათემატიკის ლიცეუმში. შენ გინდა სამედიცინოს ჩაბარება, მიდიხარ ბიოლოგიის რაც ქონდა იქ მაშინ. შენ გინდა ჰუმანიტარული მიმართულებით, ჰუმანიტარულ ლიცეუმში მიდიხარ. შენ გინდა ჯარში. აგერ არის სამხედრო ლიცეუმი, ნუ პროფტექნიკური სასწავლებლების და წავიდე. აბსოლუტურად და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენთან ჯგუფში არიჯდა მე-10 კლასიდან ლიცეუმი, რასაც ქვიოდა, ანუ ესე იგი მე-10-დან იმის ჩათვლით შემდგომ ლიცეუმი, რასაც ქვიოდა მე-10-დან მე-12 ერთ კლასში არ შეიძლებოდა მჭდარიყო 10-12 კაცზე მეტი. რამდენი თუ სამი ბავშვი მოითხოვდა რომ ესენა ხო იყო აუცილებელი მაშინ იყო აუცილებელი ინგლისური და რუსული ან ფრანგული გერმანული როგორც იყო რა ჩვენ ვეუბნებთ კიდე გინდა დამატებით ჩვენ იტალიურს ვასწავლიდით ერთ იმას და ფურს ვიხდიდით იმას სამ ბავშვს უნდა და ვეუბნებთ აი მე გეუბნებით რომ ეს ჩვენ გვიწერია და იმდენად მაგარი იყო ეს რომ კრიტიკის მეტი არაფერი მოდიოდა რეზონანსიდან გაზეთმა რეზონანსმა გამოაქვეყნა ეს რეფორმის პროგრამა გაოცდნენ და თქვენს გამოაქვეყნეს და მე გეუბნებით რომ ქუთაისში ხო გამოაქვეყნეთ ეს აგერ რეზონანსმა გამოაქვეყნა ხომ და თელი ვინ იყო სარეფორმო ჯგუფის ხელმძღვანელი ვიყავით 3 ეს იყო ესე იგი ჩვენი მისი კახა ქორიძე ღიმილის ბიჭებიდან ეს მინისტრის მოადგილე იყო ესე იგი ჩვენი დიდი ფილოსოფოსი ნიკო ჭავჭავაძე და მე სამნი ვიყავით ნიკო ჭავჭავაძე იყო მთავარი ფიგურა იმდენად დიდ პატივს სცემდა მას ბატონი კახაც და მეც და ქუთაისში იჯდა ნიკო ჭავჭავაძე ეს რომელ წლებში ხდება ეს ხდება ყველაფერი ესე იგი 1993-94 წელში დავასრულეთ 95 წელში და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ განკარგულება მე ამათ ვეუბნები რომ ბიჭო კაი ჩვენ არ გვეთათფირებიდი ვინმეს ქუთაისში მაინც წავდით დაეთათფირეთ ვინც იცოდა ეს და ვეუბნები რომ 95 წელში ხელში გაზეთში მაქვს 94 წელში გამოქვეყნებული ორი დიდი რექტორი ვინ იყო ეს მაგალი თოდუა და ვინ იყო მეორე არჩილ კოსტავა მე ჩემი ბინები ჩემი სახლი დაუთმე ერთსაც და მეორესაც ნინოშვილის ქუჩის დასაწყისში კალაკომის პირველი მდივნების და ემაც სახლი იყო ხუთ ოთახიანი ბინა არჩილ კოსტავას რო უთხარი ჩამოდი არა მე ვერ ჩამოვალ იმიტომ რომ დიდი მეცნიერი იყო და ვერ ჩამოვალ იმიტომ რომ ბინა არ მოხსო და მე ბინა რომ მომცეს ოფიციალურად უდაწერეს მე ვაჩუკი ისევე მაგალითოდვას მეორე ბინა რო ესენი იყვნენ მე ხელმოწერა მაქვს გაზეთში გაკეთებული გაზეთში არის გამოქვეყნებული ციტა რომ აი ხო ვეუბნებით რა მე ამიტომ მე ვეუბნები და ქალბატონი მედია სხვა შორის ფიქრობს ამას და ჟურნალისტებსაც მიმართა აი ქუთაისში რო ვიყავით დაუდასტურეს ჟურნალისტებმა რომლებიც
დღედაღა მუდმივად კრიტიკაში იყვნენ, ეხლა ბოდისმირთიდან იქ რომ თურმეო რა ყოფილა, როგორ ყოფილა, ეხლა გავიგეთ და ვეუბნებით ამ იმას, რომ ერთხელ 150 რამეს ისეს ვიტყვი 150 მაქვს მე დათვლილი, რომელიც იყო ნოვაცია. ისეც ვიტყვი, რომელიც დღეს არ არის და იმ პერიოდში იყო შეუძლებელი და ერთ-ერთს არ ვიღებდი მე, თქვენ გეუბნებით ფინანსის სამინისტროში ხო ვიყავით მინისტრის მოადგილე, მე გეუბნებით რომ ერთ-ერთს არ ვიღებდი მე ფინანსის სამინისტროდან პულს. ერთ-ერთს ყველაფერს მე თვითონ უვლიდი. დღეს ბიუჯეტი, მე ჩემი ბიუჯეტი იყო იმდენი, რამდენიც არის დღეს ბიუჯეტი კი არა, რამდენსაც ხელფასად იღებენ. ხელფასად ქუთაისის მერიაში. ამ ბიუჯეტით ვაკეთებდი ამას ყველაფერს. ხელშეკრულება არის გაზეთში გამოქვეყნებული, რომ 500 კაცის სწავლება დააკვირდით 1994 წელს. 500 კაცის სწავლებას ვაფინანსებდი მე პირველ კურსზე. ერთ უნივერსიტეტში, მეორე უნივერსიტეტში გამოცდების გარეშე რო იყო მიღება. გამოცდების გარეშე რატო იყო? რადგან ასეთი სწავლება იყო, ჩვენ ავწიეთ განათლების ის სკოლის ის როგორც ხდება უცხოეთში რა ვეუბნებით რომ ხო გამოცდა მე დაამთავრა სკოლა დაამთავრა ლიცეუმი დაამთავრა ხო მე ვაცხადებ უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩემთან შეიძლება მოხდეს ის პიროვნება რომელიც პირველი კლასიდან სწავლობს და ლიტერატურაში აქვს ესეთი ისინი კონკურსებში გამარჯვებულია ლექს წერს წიგნი აქვს გამოცემული რაღაც დააშემო და ეს ვისაც მე ვზივარ სახლში და ვუყურებ რო ვაცხადებს ამას და მე დიპლომის კონკურსზე მივდივარ დიპლომი ეს იყო ქუთაისში Yes. ხოდა ამიტომ მე გეუბნები ხელშეკრულება რო არის გაფორმებული. რა თქმა უნდა ბატონო მე ვაპირებ ეხლა მე უნდა გამოვცე ეს ეხლა ერთი მათ და გამოვცე და სხვათა შორის ესე იგი ერთმა პიროვნებამ აი ქალბატონი ლუარა ნიჟერაძეს ნიკოლეიშვილი იყო ქალაქის გამგებელი გორდაბანში და იმას უთქვამს რომ ბიჭო წიგნი ჩამივარდა ვაჩუკი წიგნად გამოვეცით ეს ყველაფერი ჩვენ და წიგნად ეს წიგნი უნდა მოიპოვო ეხლა და წიგნად იყო და იმ წიგნი ჩაიგდო ხელში და გადაცა ამ ნიჟერაძეს ესე იგი იმას და უთხრა რომ ჩადიო ქუთაისში და შეისწავლეთ და ხალხი ფოთიდან იმიდან ჩამოდიოდნენ და მაგრამ ესენი ეუბნებოდნენ არ უნდათ რომ თელი ქვეყანა გადასულიყო ამაზე რო ჩავიდა ლომაია და ნახა ეს რეფორმა თქვა ეს 20 წლის მერე ვერ შევძლებთ ამას ასე თქვენ გააკეთებიათ ქუთაისში და ერთ ქალაქში არ შეიძლება გააუქმა მე მივედი იქ და მე ვთხარი შემომიშვით ოპერის თეატრში ხო ყავთ მასალებლები მე არ შემიშვა ლომაიამ ოპერის თეატრში რომ მეთქვა იქ რომ ამას როგორ აუქმებ თუ კაცები ხართ გააკეთეთ თელ ქვეყანაში ეს და ლომაიას ამაში მადლობას ვეუბნები თქვა თელი განათლების წინაშე მასალებლების წინაშე თქვა ჯერ პირველ რიგში მეშვიდე სკოლაში თქვა და მე თქვა რომ ეს ისეთი რამეა რომ ამას ჩვენ 20 წლის მერე თუ შევძლებთ ვეუბნები გავაკეთეთ ხო გაკეთებულია და თანაც ნახეთ ესე იგი როგორ არის ნახეთ თქვენ აი ხა თქვენ პროფესორი და დოქტორი ხართ და ყველა პროფესორი გვარები მესხიას ინსტიტუტი იყო პაპავას ინსტიტუტი ქუთაისში კილოხტურონდი ლექციას რატო ჩვენ მქონდა მიღებული რომ ენდეთ აგერთ რამეს გეტყვით ეხლა არ მინდა გავაგზავნოთ სალკი მართლა უნდა გამოვიტანო ერთხელ ეს საკითხი და ვამბობდი რომ ვინც ლექციას კითხულობს ის არ შეიძლება გამოცდას იღებდეს ანუ ჩვენ ლექციას ვამბობდით და თანაც ხო ყველა წინააღმდეგი წავიდა თელი რექტორები შეიკრიბნენ შევარნაძესთან უთხრეს რომ ეს არ დაუშვა უგამოსთო მიღება და შევარნაძე ერთი გააკეთა მე დაურიგე შევარნაძეს და უთხრა თუ თქვენ ამას შეეწინააღმდეგებით მე წავადანამდევიდან და შევარნაძე ბოლოში რომ ილაპარაკეს რექტორებმა ეს არ შეიძლება ამას გამოიწვევს იმას უთხრა მე რომ მქონდეს უფლება მეც ისე გავაკეთებდი როგორც ქუთაისში გაკეთებული და გაჩუმდა ყველა ქუთაისშიც იყო მე კვირაში ერთხელ თუ არა თვეში ორჯერ მაინც ხდებოდი როგორც ერთი უნივერსიტეტის განათლების იმას სამეცნიერო საბჭოს ისევე მეორესი და ბოლოს როგორ იყო რომ არ იჯერებდნენ ბევრ ამას და რომ უთხარით რომ ლექტორი არ შეიძლება გამოცდას იღებდეს მე ვეუბნებდი როგორ შეიძლება რომ ლექტორი გაცდე გამოცდების მიღებაზე თქვენ ხართ ლექცია უნდა წაიგითხოს პროფესორმა და დოქტორმა არავითარ შემთხვევაში სხვა $100 შესაბამის კუპონზე მეტი უნდა გქონდეს ხელფასი $100 შესაბამის კუპონს მე ვჩუქნიდი ანუ მაშინ და ყველა თბილისიდან ვინც იყო ყველა მოდიოდა ჩვენთან და ლექციას კითხულობდა დიდი ფული იყო მაშინ ნუ ეხლა ეს რა თქმა უნდა დიდი ფული იყო ეხლა ჩვენ დროშიც იცავართ მაგრამ მე მინდა გითხრათ ერთი რამ ერთმა პიროვნებამ მითხრა რომ კი მარაო თქვენო რატო კითხულობთ ხშირად თქვენო სვამთო კითხვასო რომ რატო მიდიანო საქართველოს მინდანო რა უცხოეთში რატო მიდიანო აი ეს ციგნიო არის საქართველოს სიმდიდრე ამ წიგს პატრონი რო არ აყავსო და ამ სიმდიდრეს ანუ ეს არის ინვენტარიზაცია ქვეყნის ხომ და ამას რო არ აყავს პატრონი ქვეყანაში უცხოელები მოდიან რომ ეს აითვისონო იმიტომ მოდიან აქეთო
ხო და აი ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ როდესაც გაქვს ინვენტარიზაცია ქვეყნის კიდევ უფრო ღრმად უნდა გავაკეთოთ ვიდრე ეს არის როდესაც იცი არსებული მდგომარეობა მიუკერძოებული ანალიზი და როდესაც გაქვს პროგრამა რომ ამ მდგომარეობის ქვეყანაში ეს პოტენციალი როგორ მოიყვანა მოქმედებაში მაშინ ხალ პოლიტიკოსი ეს აქვს მეცნიერთა კონგრესი ჩვენ ვაგონებით რომ გამოაქვეყნეთ ისიები რაზეც ვილაპარაკეთ და გამოაქვეყნეთ არაბებთან გაკვირვებული ხელშეკრულება თუ კაცები ხართ თუ თავი გაქვთ და თუ ხელისუფლება ხართ თორე და თქვენ აღარ ხართ ამ ქვეყნის ხელისუფლება და გამოაქვეყნეთ 1200 პაკეტი რომელიც ინახა უშიშროების მინისტრის დათესავის სახში ვის ეგზავნებოდა ეს ფული მონებად რო გექცნენ დღეს და აკებენ და ადიდებენ და შეუცვალეს ძალიან ბევრ პიროვნებას მოსაზრება და გონიათ რომ საქმე კეთდება აი ეს არის ჩვენი დღევანდელი შეხვედრა დიდი მადლობა რომ ვიყავით ერთად თუ რაიმე გაქვთ თქვენ ისეთი მეგობრები კი ბატონო ბზანეთ და შემაჯამებელი სიტყვა რომელიც ბატონმა თემურმა ბზანა არის ნამდვილი რეფორმა განათლებაში ნამდვილი რეფორმა ამიტომ აი აქ რა სიტყვა მარტო იმას გავიმეორებ ხალ ბატონმა მედია ბზანა პროფესიული განათლება და ბატონმა თემურმა მოგვიყვა როგორ გააკეთა ეს ყველაფერი ამიტომ როცა ერთ კლასს აკლებ და ხდება 11 წელი და თქვით რომ მე-11 კლასში ბავშვები ისწავლენ იმ საკითხებს რომ უმაღლესი ჩაავარონ ისევ ერთიან გამოცდებზე ალბათ და ეროვნულ გამოცდებზე ამ ეროვნულ გამოცდებს ავიდა არაფერს გასო ბოლო 2 წელი მე-10 მე-11 ასე გაყავით უნდა ზუსტი მეცნიერება გაუშვით იმ სასწავლებელში ზუსტად უნდა ბიოლოგიის და მედიცინის სწავლა გაუშვით ამ სასწავლებელში არ უნდა არცერთი ასწავლეთ ხელობა ასწავლეთ პროფესიული სასწავლებლები ჩამოყალიბეთ რომ მანქანის ხელოსანი გახდეს ელექტრო გადასწრების ხელოსანი გახდეს და ის ვინც დარჩება მე-9 კლასის ქვემოთ კეთახმებით უკვე აი იმიტოა განათლებული ადამიანები კი ბატონო ბავშვებს მანდატური სკოლაში არჩევენ ბოლო 2 კლასში შეიძლება კიდევ იყოს ეგეთი ადამიანი რომ მაინც 14-15 ბიჭები მაინც გააკონტროლოს ბავშვებს რაც უნდა მანდატური კაცო მასწავლებლებს და დირექტორებს დაუბრუნეთ სრული უფლებამოსილება რომ აღზარდონ ქართული ბავშვები აგაშენათ მერტ და ბოლოსკენ მოვედით უკვე დიდი მადლობა ყველას უბრალოდ მე მზად ვარ და ვიწვევ აი დღეს თუ მიწვდება ეს ხმა განათლების მინისტრს მე თუ ჩვენთან არ არის აი ბატონი კახა ქორიძე დაუჯდება მას მინისტრის მოადგილე იყო მაშინ ან განათლების განყოფილების გამგე ვინც იყო სამსახურის ხელმძღვანელი იმერეთში თუ ჩემთან ეუხერხულება როგორც იმასთან თუ არა და ჩვენ მზად ვართ და მომეხმარეთ იმაში რომ განათლების მინისტრი დაჯდეს და ილაპარაკოს რა რეფორმას აკეთებს და ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე რა რეფორმა გქონდა ქუთაისში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ჩვენ არავითარი დაპირისპირება არ გჭირდება ჩვენ ვიფიქროთ საქართველოზე მეტი არაფერი ამოცანა არ აქვს მეცნიერთა კონგრესს მომდევნო კვირაში ხუთშაბათს ან პარასკევს ეს დაკონკრეტება ჩვენ წარმოადგენთ ეროვნული თანხმობის ხელისუფლების კონცეფციას და მომდევნო ახლა გრძელდება ისევ ამ იმის მიხედვით დასახელება ხალხის აი როგორც ეს ორი პიროვნება ნახეთ თქვენ და ესენი არიან თქვათ ის პიროვნებები რომლებიც დასახელებული არიან თქვენ ნახავთ იანვარში რომ შეიკრიბება ხალხის მიერ დასახელებული ეს გუნდი როგორი სიმდიდრეა ქვეყანაში რა ხალხი ყავს საქართველოს აქვს დიდი მომავალი ჩვენ ყველანი შევქმნით ამ მომავალს დიდი მადლობა მადლობთ როგორი სიმბოლური